დაიდადგა შაბათი დილა და ტრადიციულად ეთერს ვიწყებთ მე და ხატია შამუგია დილის ლაივის გუნდმა საინტერესო ამბები მოგიმზადათ, ამიტომ დაიწყეთ დილა ჩვენთან ერთად და დარჩით TV პირველზე რა თქმა უნდა. დილამ შვიდობის ძალიან მალე გაიარა ამ 6-მა დღემაც და რა თქმა უნდა დიდი სიყვარულის, დიდი ენერგიის და დიდი შემართებით და მონდომებით თქვენთან ერთად ვართ. რა თქმა უნდა, ჩემო ბაჩო, მომენატრე, მე რა რომ გუშინ გნახე თათბირზე, ისევ მომენატრე მინდა გითხრა, იმიტომ რომ აი კარა გვაქვს ხოლმე დრო რომ მოგესიყვარულოს თუ რაღაცა საქმეები გვაქვს და სულ გვაქვს ფორიაქი, სასიამოვნო ფორიაქი, რომ თქვენამდე მოვიტანოთ ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო ამბავი ჩვენს თანაწამყვანებთან და ჩვენს გუნდთან ერთად. და ნუ ყოველთვის ჩემო ბაჩო, არ არსებობს ჩემი დილა რუტინული შეიძლება იწოდოს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ არსებობს დილა წყლის გარეშე. იმისთვის რომ ვიყო ენერგიული, იმისთვის რომ ვიყო ახალგაზრდა და იმისთვის რომ ვიყო კარგ სახგონებაზე, ჩემო ბაჩო. აი ესე მოგემსახურებით. მადლობა, ჩემო საყვარელო, დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. მოვემსახურებით ჩემს თავს. და ხო იცი რა არის მნიშვნელოვანი, რომ წყალი უნდა იყოს 0%-იანი ბრომატი. რა თქმა უნდა. წყალი უნდა იყოს 0%-იანი ბრომატი და ამინდი უნდა გაგვაგებინოს ანა ზაქაშვილმა. კი ბატონო. ანა ზაქაშენ ამინდი გაინტერესებს? ძალიან მაინტერესებს. ამინდი იმიტომ რომ ძალიან საჭირო ინფორმაცია იმისთვის რომ დაიგეგმოს შაბათი კვირაც, მაგრამ დღეს მოდი შაბათი დილა დავგეგმოთ და დღე დავგეგმოთ მთლიანად, ამიტომ ანა ზაქაშვილი ჩაგვერთება ახლა და გვეტყვის როგორი ტემპერატურა იქნება დღეს სრულიად საქართველოში. თან ანა არის უზუსტესი ამენში. ანა დილამშვიდობის. ნათქვამს წყალი არ გაუვა. ანა ის პროგრამის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. დილამშვიდობის ანა. დილამშვიდობის ბაჩო, ხატია მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს და მე რა თქმა უნდა გაგაცნობთ დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს და გეტყვით რომ დღეს დასავლეთ საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. აღმოსავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით 13-დან 18 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო დღისით +20, +35 გრადუსი იქნება. მთაში კი ღამით 10-დან 15 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, დღისით +28, +33 გრადუსია ნავარაუდები. აღმოსავლეთ საქართველოშიც დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატებას ვარაუდობენ, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ღამით დასავლეთის, დღისით კი აღმოსავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით 14-დან 19 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +28, +33 გრადუსი იქნება. მთაში კი ღამით 7-დან 12 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, დღისით +26, +31 გრადუსი იქნება. და გადავიდეთ ქალაქებზე და დავიწყოთ სოხუმით, სადაც დღეს 30 გრადუსი არის ნავარაუდები და დღეს სოხუმში უნალექოდ ჩაივლის. ასევე უნალექოდ და მზიანამიცელოდებიან დღეს ზუგდიდში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე დათბება. 32 გრადუსი უნალექოდ და მზიანი დღე არის ნავარაუდები ფოთში, ხოლო ოზურგეთში 34 გრადუსი იქნება. 30 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღეს ქობულეთში, სადაც დღე ასევე უნალექოდ ჩაივლის. რაც შეეხება ბათუმს, ბათუმში 32 გრადუსი იქნება ჰაერის ტემპერატურა და დღე აქაც უნალექოდ ჩაივლის. ახალციხეში 31 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, ქუთაისში დღეს 35 გრადუსს ელოდებიან სინოპტიკოსები, მესტიაში კი 26 გრადუსი იქნება და აქაც მზიანი დღე არის ნავარაუდები. 32 გრადუსი იქნება დღეს ამბროლაურში, დღე აქაც რა თქმა უნდა უნალექოდ ჩაივლის, ცხინვალში კი ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსს მიაღწევს. 32 გრადუსს და მზიან და უნალექოდ დღეს ელოდებიან სინოპტიკოსები გორში, თელავშიც ასევე უნალექოდ დღე იქნება და 32 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა. რაც შეეხება რუსთავს, რუსთავშიც დღეს მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსს მიაღწევს. რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს თბილისს, თბილისშიც მზიანი, უნალექო და ცხელი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსს მიაღწევს და მთელი დღის განმავლობაში მოკლედ დღე უნალექოდ ჩაივლის. ასეთი ამინდი გვაქვს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. მე ცოტა ხნით დაგემშვიდობებით, ძალიან მალე ჩემს სტუმართან ერთად საინტერესო თემებით შემოგერთებით სტუდიაში. ანა, დიდი მადლობა და სულ მოთხოვთ გელით სტუდიაში სტუმართან ერთად საინტერესო რჩევებით. ბაჩო, ხედავ როგორი კარგი ამინდი არის. არა ჩაულებრივი გადასახადი. ნამდვილი ზაფხული შევიგრძენით. ეხლა მივხვდი რომ მოვიდა ეს ჩემი
სანატრელი და ნეტარის სეზონი. ნანატრის სეზონი მოსულა შენ. დიდი მადლობა ანა. მადლობა ანა, ნახვამდის, კარგად იყავით, დაგელოდებით აქ სტუდიაში და შენ როგორც ყოველთვის ძალიან საჭირო რჩევებს გვაძლევ ხოლმე და საინტერესო რა თემა მოგვიმზადე დღეს. ამაზე ყველაფერზე ცოტა ხანში ვისაუბრებთ, მაგრამ მე შემიძლია ეხლა გითხრა თაკოსაზინამ რა თემა მოგვიმზადა. სპეციალურად შემყავდა საუბარი, ესე იგი სიცხე ზაფხული და ამ პერიოდში მაკიაჟიც, ანუ ტექსტურასაც უფრო ვირჩევთ ხოლმე უფრო მსუბუქს, რომ მეიქაპი მსუბუქი იყოს, მოვლის საშუალებები მსუბუქი იყოს, რომ სიცხეში ძალიან არ შეგვაწუხოს და ნახოთ ახლა ზუსტად ამ თემაზე პროფესიონალურად გვესაუბრება თაკოსაზინამ beauty line-ში და ერთად ნახოთ როგორ უნდა გავიკეთოთ სადა მსუბუქი მეიქაპი, მსუბუქი ტექსტურის პროდუქტებით. ნახოთ. რუბრიკის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. დილამშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს არის რუბრიკა Beauty Line თაკოსაზინასთან ერთად, მე კი დაგიბრუნდით ახალი თემით. დღეს უნდა გავიკეთოთ ძალიან მსუბუქი მაკიაჟი და თან უნდა გაასწავლოთ ერთი ხრიკი. თუმცა მანამდე უნდა მოვიმზადო კანი, კარგად დავიტენიანო. დღეს გამოვიყენებ კოდალის პროდუქტებს კანის მოვლისთვის და პირველი რა თქმა უნდა დავიწყოთ კანის დატენიანებისთვის. გამოვიყენებ შრატსაც და კრემსაც. შრატი არის კოდალის Vino Perfect-ის ხაზიდან, ზოგადად Vino Perfect-ის ხაზი განკუთვნილია ლაქებისთვის. თუ დარჩენილი გაქვთ წინა ზაფხულიდან მოყოლებული ლაქები, დამეხმარება იმაში, რომ ნელ-ნელა ავალაგოთ ეს ლაქები და ზღვის სეზონს სუფთა კანით შევხვდეთ. ხოლო შემდეგი პროდუქტი იქნება Vino Hydra-ს დამატენიანებელი კრემი, ასევე მინდა გაითვალისწინოთ ერთი რამ, კოდალის Vino Hydra-ს ხაზი აი ასეთი წერტილებით არის გამოყოფილი. რაც უფრო მეტი წერტილი აქვს, უფრო მეტი დატენიანება აქვს. აქ არის 3 წერტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე უფრო კარგად სუყე დამატენიანებელია, რადგან მე მშრალი კანი მაქვს. სწორედ ასეთი ხაზი მჭირდება. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ რაც უფრო ინტენსიურად აცხუნებს მზე, ჩვენი კანიც უფრო შრება, დამატენიანებლები ცოტა უფრო ინტენსიური გვჭირდება ხოლმე. მოკლედ, გადავინაწილებ შრატს. კარგად. ერთი ის გაითვალისწინეთ, რომ Vino Perfect-ის ხაზი გამომდინარე იქიდან, რომ ლაქებს აღიავებს, შეიცავს მჟავებს. ამიტომ მჟავის შემცველი პროდუქტი, როდესაც გექნებათ კანზე, აუცილებლად რუტინა დაასრულებთ მზისგან დამცავით, იმიტომ რომ თუ რაიმე მჟავა გისვიათ კანზე და მზისგან დამცავს არ გამოიყენებთ, შეიძლება უფრო მეტი ლაქებიც გაგიჩნდეთ იმის ნაცვლად, რომ გაგიქრეთ, ამიტომ რა თქმა უნდა დღეს მეც მზისგან დამცავს აუცილებლად გამოვიყენებ. ესეც ასე, გადავინაწილეთ შრატი, დავალოდოთ სულ 2 წუთი, რომ შეიწავოს და შემდეგ დავიცვამ კრემს. რადგან ეს არის ძალიან ინტენსიური კრემი, აქვს სქელი კონსისტენცია, თუმცა მარტივად შეიწოვება კანში და არ აქვს ცხიმოვანი ტექსტურა. ზოგჯერ მე მომწონს ხოლმე ცხიმოვანი ტექსტურის დამატენიანებები. აი მაგალითად მაშინ, როდესაც ვისვამ ძალიან მატ ტონალურს, სქელ ტონალურს. იმიტომ რომ შემდეგ ცხიმიან კანზე უფრო კარგად ნაწილდება, მაგრამ როდესაც მსუბუქად ვიტოვებ ხოლმე კანს და არ მაქვს მსუბუქი მაკიაჟი, მაშინ მირჩევნია რომ არ იყოს ცხიმოვანი კონსისტენციის. და აი დღეს სწორედ ჩემს მაკიაჟს ეს კრემი შეესაბამება ყველაზე მეტად. ესეც კარგად გადავინაწილოთ. თვალის გარშემოც, იმიტომ რომ კონკრეტულად ეს კრემი არანაირ მჟავას არ შეიცავს, მხოლოდ დატენიანებაზეა ორიენტირებული და შესაბამისად არ გამეღიზიანებს კანს. აი ეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს კრემი მზისგან დამცავს არ შეიცავს, ამიტომ ამის შემდეგ აუცილებელია მზისგან დამცავის წასვლა. ახლა კი მოვიდა სწორედ ხრიკის დრო. მოკლედ, მე აქ მაქვს 2 მზისგან დამცავი კოდალისგან. ეს არის მზისგან დამცავი სტიკი, რომელიც არის ძალიან პატარა და კომპაქტური და ყველგან ეტევა, ჩანთაშიც შეგიძლიათ რომ ჩაიგდოთ და თანაწაროთ. და ასევე მზისგან დამცავი კრემი. ორივე არის SPF 50, რაც იმას ნიშნავს, რომ აქვს მაქსიმალური დაცვა, თუმცა დღეს რადგან მინდა რომ აი პატარა ხრიკიც გაჩვენოთ, გამოვიყენებ კრემს. ოღონდ თან რადგან მინდა რომ მსუბუქი მაკიაჟი მქონდეს, თან დაფარვა და თან მზისგან დაცვაც, გადავწყვიტე რომ აი ამ მზისგან დამცავში შევურიოთ ცოტა ტონალური და თან დამიფარავს პატარ-პატარა ლაქებს და თან კარგად დამიცავს მზისგანაც. ამიტომ ხელზე გადმოვიტან ჯერ მზისგან დამცავს ეს რაოდენობა საკმარისი იქნება. შემდეგ ნებისმიერი ტონალური შეგიძლიათ შევურიოთ 2 წვეთი ტონალური
2-3 იყოს. კარგად გავურიოთ. ცოტა ბევრი მასა გამომივიდა, მაგრამ არა უშავს. ეხლა დავიტანოთ ჩვენი ახალი ტონალური სახეზე და გადავინაწილოთ და ვნახოთ როგორ დაჯდება. BB კრემი გამოვიდა ფაქტობრივად, რომელსაც ხელით გადავინაწილებ. ფერი არის ძალიან კარგი და თან ძალიან კარგად ნაწილდება. ძალიან კარგად დაჯდა სახეზე და ჩემი ოდნავ ჩაშავებული უპეებით ჩვენივრად ამოანათა. და რაც ყველაზე მეტად მომწონს, არის პრიალა. ანუ კანი სუნთქავს, არ არის გამომშრალი, თან არის მზის განდამცავი, თან ტონალური. ხოთ შორის ეს ხრიკი პირველად ვცადე დღეს თქვენთან ერთად და ძალიან მომეწონა ხშირად გამოვიყენებ ხოლმე აუცილებლად და იმედი მაქვს რომ თქვენც ცდით. ცდათ ნამდვილად ღირს თან ნებისმიერი ტონალური შეგვიძლიათ შეურიოთ ნებისმიერ დამცავში და მიიღოთ სახში დამზადებული BB კრემი ფაქტობრივად. ეხლა უცებ გადავისვამ კოდალის ბრონზერს, რომელსაც აქვს ძალიან ბუნებრივი ფერი, არც ძალიან მუქი არ არის და არც ძალიან ღია და ბუნებრივი რუჯის ეფექტს აძლევს კანს. ესე ჩავიყაროთ ლუყები. ცოტა შუბლზეც. დღეს არ ვიპუდრავ სახეს, იმიტომ რომ არ მინდა მატი ეფექტი, მინდა პრიალა ეფექტი. და ბუნებრივი ეფექტი მაქსიმალურად. სულ ოდნავ დავიმატებ ტუჯის ფანქარს, რომ ჩემი კონტური გამოვკვეთო უფრო სწორად. აი ესე. ძირითადად ზედა ტუჯზე ვაკეთებ ხოლმე აქცენტს, ოდნავ ვიდიდებ და ძალიან მომწონს. ესეც ასე. მაკიაჟი დასრულდა. ეხლა თმას მივხედოთ, უცებ. სულ 2 წვეთ ზეც დავიტან თმაზე, რომ თან კარგი სუნი მისცეს თმას და თან ბზინვარება. ეს პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თმაზე, ასევე ტანზე. მოდით მეც ჯერ ტანზე წავისვამ. და ბოლოს თმაზეც შევიზელ ბოლოებში მხოლოდ ჩემს თმას მიანიჭებს ელასტიურობას, სიბზინვარეს და სასიამოვნო სუნს. ეს. თუ მაქვს ხოლმე თმა აფუებული, ოდნავ ზეთიანი ხელით, აი ესე, ხელით ჩამოვივარცხნი, ასე ვთქვათ და რაღაცნაირად ლაგდება ლამაზად შემდეგ თმის ღერები. აი ესე. აი ესეთი ძალიან მსუბუქი, ერთი შეხედვით საერთოდ თითქოს არ მისვია მაკიაჟი, მაგრამ ამ დროს მისვია, აი ესეთი მაკიაჟი გავიკეთე. კოდალის პროდუქტებით, ეხლა შემიძლია რომ დავიფიქსირო კოდალის სილამაზის ელექსირით ჩემი მაკიაჟი. შევისხუროთ. ეს. და მზადაა ზუსტად 10 წუთიანი მაკიაჟი. ყველაზე მეტად ასეთ მაკიაჟში მომწონს ის რომ თან ზრუნავ კანზე. ანუ ფაქტობრივად გისვია კანის მოვლის პროდუქტები, მაგრამ ვიზუალი აქვს ისეთი, რომ თან ძალიან ლამაზად გამოიყურები და ყველაფერი ნაკლოვანებები დაფარული. მოკლედ, ეს იყო ჩემი დღევანდელი რუბრიკა. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და გისურვებთ ბედნიერ კვირას. რუბრიკის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. დიდი მადლობა თაკოს ესეთი საინტერესო რჩევისთვის და ბაჭო მეც ვიცი რომ კოდალის სილამაზის ელექსირი შენი საყვარელი პროდუქტიც არის ხო? კი. ესე იფკორო შენ ისედაც სილამაზის ელექსირით ხარ დაბადებული, მაგრამ ხანდახან მაინც კარგი რა. აქტიურობ ხოლმე სილამაზე. ხატი ერთი კითხვა მაქვს შენთან ესეთი მე. მაინტერესებს რამდენად გიყვარს კი არა და დაგვიანება რამდენად ჩემი ცხოვრების რუტინა. თვალებში რატო არ ვიყურებ მაგ დროს? არა. გაინტერესებს რატო მე ვიცი რატომაც ანუ ნაწილობრივ შემოგხედე და მე გავიხედე, შემოგხედე, გავიხედე. ნუ აქ ფაქტია რომ ტელევიზიაში არ აგვიანებ. არა. კიდე ვიცი რომ არ აგვიანებ სად? აეროპორტში და ექიმთან. ექიმთან. ვიზიტისას. დანარჩენი
დანარჩენი მაგვიანდება. არ ვაგვიანებ. იმიტომ რომ ნახე სულ ნერვიულობ. ხო. და სულ ვარ შფოთვაში, იმიტომაც მაქვს სულ თხელი ტანსაცმელები, იმიტომ რომ სულ შფოთავ რომ აგვიანებ. ანუ ეს არ არის ის რომ მე რო ვაგვიანებ ეს არ მაგარდებს. უბრალოდ სულ მგონია რომ მოვასწრებ. აჰა. ნახე? და სადაც არ აგვიანებ, იქ არ ღელავ. არა, იქ ნუ ხა აეროპორტში ხომ ვიცი რომ 3 საათით ადრე უნდა მივიდე და ამიტომ ძალიან ადრე გავდივარ სახლიდან. ასევე ტელევიზიაში, იმიტომ რომ ნახე, სადაც ვიცი რომ ვერ დამელოდებიან. ხო, აი ეგ მინდოდა მე თქვენ. მაგამდე მივსული. არა, ხოთაშიც ხა როცა კონცერტი მივყავს და ჩემ რაღაცებზე არ ვაგენო. მე ვაგვიანებ დაბადების დღეზე მაგალითად. დაბადების დღეზე უნდა დააგვიანო კიდეც ახლა ცოტა. სადღაც სუფრაზე და ესეთ ადგილებში, სადაც მე არაფერს არ ვაფუჭებ გარდა იმისა, რომ აკლდები მნიშვნელოვან რაღაცას ამონო. მე მახსოვს რაღაც გადაცემის ჩაწერა მქონდა, შენ დაგპატიჟეთ და დააგვიანე. მე? კი, და ყველა შენგელოდებოდით. გახსოვს? კი. დაახლოებით საათ ნახევარი 2 საათი. კარგი, რატო შემარცხვინე? მართლა არ მო. არა, იმიტომ რომ არ იცოდი რომ გელოდებოდით. და და გეგონა რომ დავიწყებდით უშენოდ, მაგრამ არ დავიწყე. დავიწყე. გადაცემა რო იყო მე რო არ დავაგვიანე და ადრე მოვედი შენთან. კი, ეგეც მახსოვს. ანუ ძალიან ბავშვობაში დამიგვიანია. და უფ. ეხლა უკვე გაიზარდა ჩემი პასუხი. მოკლედ, რატომ დავიწყე ახლა მე ამ თემებზე საუბარი? სწორედ ამ რასაც შენზე ვერ ვიტყვით, ბაჭო. მინდა ვთქვა რომ შეიძლება. შენთან ასე მჭიდრო მეგობრობამ უკვე 3 წლიანმა ჩემზე ძალიან ბევრი ამაშტატებითად იმოქმედა, მაგრამ გავლენა მოახდინა ისე რომ მე ჩათვალე რომ 80% უკვე აღარ ვაგვიანებ. მართლა? იმიტომ რომ გადმომედა შენი პასუხისგებლობა. ნახე, როგორ არის შეგი ხარი ხართან რო დააბავ. ან ზნეს და ან ფესო. კი ბატონო, სწორედ ესე იგი ამ თემაზე სასაუბროთ მოვიდა ჩვენი ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე და საინტერესო ამბებს მოვისმენთ, ესე იგი დროის აღქმასთან დაკავშირებით. ირმა, მოგესალმებით დილამშვიდობის, ესე იგი ადამიანი და დრო და დროის განაწილება სწორად რაზე მეტყველებს, რაზე არ მეტყველებს, რამდენად ეს ყველაფერი ამაზე ვისაუბრებთ, ხო, როგორც მივხვდი ჩვენ. ვისაუბროთ, სხვათა შორის იმდენად საინტერესო ინფორმაცია მოვამზადე ჩვენი მაყურებლებისთვის, რომ მეც მომიჩქაროდა, რომ გამეზიარებინა ეს ყველაფერი. კი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ფაქტორზეა ჩვენი დროის აღქმა დამოკიდებული და ეხლა ბაჩო ძალიან ოსტატურად კი ჩაგეკითხა და ბოლოს მაინც არ გატყდი და არ თქვი, რომ სადაც შემიძლია და გამდის, ესე ვთქვათ, იქ ვაგვიანებ და სადაც ვიცი, რომ არ დამელოდებიან იქ არაო ფაქტობრივად, მაგრამ რეალურად ხო ჩვენ შინაგანი საათი გვაქვს და რაც უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანი ვართ, მით უფრო ხმამაღლა წიკწიკებს ჩვენი შინაგანი საათის რაღაცა წამების ის არის კი და შესაბამისად დროის ჩემს შინაგან საათს ელემენტი უჯდება მალმალე ხო პერიოდულობით ხო იმის მიხედვით ბოლოს ჩვენი შეჯამებაში რომ გადავალთ იქ ვიტყვით ხო კონკრეტულ რეკომენდაციებს, იმიტომ რომ ზუსტად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ თავთან მაინც ვაღიაროთ სად ვაგვიანებთ, სად არ ვაგვიანებთ და რაზეა ეს დამოკიდებული. ეს ნახე მე ხომ არ ვაგვიანებ. მე მგონია რომ ვასწრებ და ნერვიულობა ნუ განა ვაგვიანებ რომ აი ხა დავაგვიანებ და რა მოხდა ეს არ არის აი დარწმუნებული ვარ რომ მოვასწრებ ხო აი აქედან ვერ გამოვედი მიხდი დარწმუნებული ვარ რომ ვასწრებ ეს არის ჩვენ ცოტა შინაგანი ეგოს მდგომარეობა რომ მე შემიძლია ყველაფერი ვაკონტროლო და რაც ესეთი და ცოტა ისეთი უფრო მეტი საკუთარ თავზე უფრო მეტი აღების მომენტი ვიდრე ის რომ ხო მე თვითონ მეტი რომელშიც ცხოვრობ. ხო, მეტი თავდაჯერებულობა. აქ არ ვსაუბრობთ, დღეს ჩვენ არ ვისაუბრებთ იმაზე, რომ მაგალითად როგორ გვიშლის ხელსაცობი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არსებობს გარემო ფაქტორები, რაც რეალურად შეიძლება ჩვენს კონტროლის მიღმა, თქვა, ჩვენ გათვლილი გვაქვს კონკრეტული ტრანსპორტის, კონკრეტულ მოსვლაზე, წასვლაზე იქნება ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ პირადი, მაგრამ არის რაღაცა მოცემულობები, თუმცა ეს ამოცემულობების გათვალისწინება შესაძლებელია, ხო, კონკრეტულ და აუცილებელიც არის დღევანდელ კონკრეტულ პერიოდში, მაგრამ ზოგადი კლასიფიკაცია დავიწყოთ, არსებობს ასეთი მკვლევარი, რომელმაც იკვლია ტიპოლოგია ადამიანების, როგორი რა გამოძრავებს მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგვიანებთ და
ესეთი დიანა დელონზორის 5 ძირითადი მახასიათებელია, არსებობს 5 ძირითადი ადამიანის კლასიფიკაცია, ძალიან საინტერესოა და მე პირადადაც რომ გავეცანი, ძალიან ესეთი ჩემთვის საინტერესო ამბები ამოვიკითხე. პირველი არის დედლაინერი ადამიანის ტიპი, რომელიც აი მე ჩემ თავში დამიფიქსირებინა ეს მომენტი, რომ დედლაინერი არის ადამიანი, რომელიც ბოლო წუთას გაცილებით პროდუქტიულია, ვიდრე მთელი იმ პროცესის მანძილზე და მას გონია, რომ ბოლო წუთი არის ის მომენტი, როდესაც უნდა იმოქმედოს, როდესაც უნდა გადადგას ნაბიჯი და ამ დროს მასში, რა თქმა უნდა, დიდი დოზით სტრესია, დიდი დოზით კორტიზოლია, თუმცა ეს სტრესი და კორტიზოლი ეხმარება მას იმაში, რომ იყოს პროდუქტიული. და დედლაინერი ადამიანები სინამდვილეში არიან ესეთი საკუთარ ცოტა ესეთი ექსტრემალური გადაწყვეტილებების და მოსწრების შემდეგ იღებენ იმ ადრენალინს და იმ თვითკმაყოფილებას და თუ რაღაცა დროულად გააკეთეს და მივიდნენ, აი ამითი თვითკმაყოფილების მომენტი არ აქვს. ანუ მათი მთავარი ესეთი მოქმედების და საწნავი არის ადრენალინი, რომელიც აი ბოლო წუთას რაღაცით კი და ამაზე არიან ისინი დამოკიდებული და შესაბამისად მათი არაცნობიერი თუ ჩვენ არ ვიცით ჩვენი ეს მახასიათებელი, მათი არაცნობიერი ყოველთვის უწყობს ისეთ მომენტს, რომ აი ბოლო წუთას კონდეს მოქმედების შესაძლებლობა. ამის დაფიქსირების მე საკმაოდ დიდი მუშაობაა საჭირო, რომ მე თვითკმაყოფილება და ჩემი პროდუქტიულობის დასტური არა ბოლო წუთს მისწრება და ესეთი რაღაცა კიბეებზე ასწრება და უკვე წამიწამზე დასწრებით მქონდეს ეს სიამოვნება, არამედ პროცესისგან სიამოვნების მიღება ვისწავლოთ. შემდეგ არის პროდიუსერი ქვია, ესეთი ადამიანის ტიპები არიან, რომელსაც აქვთ ესეთი მახასიათებელი, ბარემ ამასაც გავაკეთებ. ბარემ მაღაზიაში შევივლი. მოდი ახლა ამასაც ვიზამთ. აი ესეთ ადამიანს ხო, ნუ ცოტა შენ ვერ დაგეთანხმები ამაში, იმიტომ რომ ესეთ ადამიანს აქვს განცდა, რომ დრო გაიწელება, რომ მას ანუ ცოტა არასთქმა უჭირთ ეგეთი ტიპის ადამიანებს, აი რაღაცა გამოწვევების მიმართ, იმიტომ რომ აი ნახე, ცოტა საკუთარი თავის და დროის არდაფასების მომენტიც არის აქ. იმიტომ რომ შენ რო აკეთებ, შენ ცოტა სხვა мотиваცია გაქვს, ახლა მე პირადი გამოცდილებიდან. მე რა მქონია, გავდივარ სახლიდან ქუსლებზე გაბრანჭული ჩანთით და შეიძლება რაღაცა კედელზე დავინახო და ცოცხი გამოვიტანო და დავიწყო მოხვეტვა. აი არ ვერ დავტოვებ იმას. ეს სხვა მახასიათებელი, ანუ აი პროდიუსერის ტიპაჟის აი ადამიანი, რომელიც აქ არის განხილული, არის ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია არას თქმა გარე გამოწვევებზე და მაგალითად თუ მიდის სადღაც კონკრეტულად რაღაცა დანიშნულების ადგილზე და გზად რაიმე სხვა ამოცანა გახდა ამოსახსნელი, მაგალითად ვინმეს დასჭირდა მხარდაჭერა, ან ხო ეს აუცილებლად შეივლის ვთქვათ აფთიაქში აი თავის დროს არ უფრთხილდება და რეალურად ეგეთ ადამიანს უჭირს არას თქმა გარემო პირობებთან და ძალიან დატვირთულია აი როგორც მაგალითად ბევრი ჩანთა უჭირავს აი თავის დროში ბევრ რაღაცას უნდა ჩააწყოს აუცილებლად ეს ბარემ გარედან მოწოდებული უნდა იყოს თუ რაღაცა ჩემს გეგმებსაც ანუ რას გულისხმობ იცი ეს ბარემ აი ალბათ ხატიაც ამას გულისხმობდა რომ შეიძლება რაღაცა გეგმები არსებობს რომელიც არსებობს რა ან დღის განმავლობაში ან რაღაცა კვირის განმავლობაში და რაღაცას ვაკეთებ და ერთიანად მინდა გავაკეთო ეს ყველაფერი. ამას ნიშნავს თუ მაგალითად რაღაცა დაგეგმილი გაქვს დღეს ეს ამის გაკეთება და რაღაცა გარედან მოწოდებული სხვის მიერ ან რაღაცა ანუ ეს მახასიათებელი ვის მიერ მოწოდებულიც უნდა შეასრულოს მაინდა ეს მახასიათებელი უშუალოდ არის. ეხლა ჩვენ თუ ვაცნობიერებთ რომ მე 15 წუთი მჭირდება და იქ 3 წუთი დამჭა და ამ დროში შემიძლია რაღაც თავისუფლად გავაკეთო, ეს სხვა რაღაცა. ეს არის აი პასუხისმგებლობით მოპყრობა და თუ შემიძლია მე რომ არ ვიშფოთო იმ რაღაცის ჩამატებით, კი ბატონო, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც თავის შეგრძნებებს არ უფრთხილდება და შფოთვის ხარჯზე იქნება შინაგანი გადაწყვეტილება, მაგალითად, ბავშვის ჩანთის მიწოდება სკოლაში თუ გარედან შემოსული, თქვათ, ოჯახის წევრმა გთხოვა რა, ანუ არ შეუძლია უარის თქმა, ნუ რეალურად თავისი გადაწყვეტილებისთვისაც, რომელიც შეიძლება ეხა დროში არ მეტევა, მაგრამ მაინც, იმიტომ რომ მე ვშფოთავ დანაშაულის განცდა მაქვს, პროდიუსერის ტიპის ადამიანს აქ დიდი დოზით შფოთი ისედაც შინაგანად და თავისი ბევრი შესრულებული საქმით იმტკიცებს რომ კარგია და არა იმითი რომ ეხლა შენ რასაც ამბობ მაგალითად ხო არის ის რომ მე შემიძლია გავთვალო დავამენეჯმენტო და უმტკივნეულოდ რაღაცეები ჩავამატო მაგრამ ესეთი ტიპის ადამიანი აი ცოტა ქაოტური ტიპაჟია რომელსაც აი არ შეუძლია სტრუქტურის გამორიცხავს აი ქაოტური და ქაოტური თუ არის ხო მესმის რასაც გულისხმობ ეხლა ალბათ უფრო მივხვდი
თუმცა მე რაღაც მხრივ აი ეგ მაქვს რა, ანუ რაღაცნაირად, იმიტომ რომ რაღაც დაგეგმილის შემთხვევაში თუ არის რომ უნდა გავაკეთო თუ არა, შფოთი ყველა ვარიანტში მაქვს, იმიტომ რომ მოვასწრებ თუ არ მოვასწრებ და ის რომ უნდა მოვასწრებ. ხო, ანუ ეგ კლავს. ხო. კი ბატონო. ნახევარი საათით ადრე უკვე რომ მოწესრიგებული უნდა ქონდეს ყველაფერი. შემდეგი ტიპი არის ესეთი გაფანტული პროფესორის ტიპის მახასიათებელი, ალბათ ვიცნობთ ეგეთ ადამიანს, რომელიც დეტალებს ისე უღრმავდება, რომ დრო ეპარება. აი ცოტა ფილოსოფიურად უდგება საკითხს, აი რაღაცა ჩაღრმავდება და პრაქტიკული ვთქვათ, იგივე რაღაცა ტაქსი მოვიდა, ელოდება და ამ დროს ეს აქ ძალიან შემეცნებით მაღალ მატერიებზე ზრუნავს და აი ესეთი შინაგანი სუპროტესტი აქვს, რომ ამდენი დრო გავიდა, ან როდის გამეპარა დრო არა და ამ დროს აი რაღაცნაირად რიტმს არ უწყობს ფეხს და ცოტა თავისი შინაგანი რიტმი აქვს, თავისი შინაგანი რაღაცა პრიორიტეტები აქვს, რომელიც ხშირ შემთხვევაში აი დრო გავიდასთან დაკავშირებით ორივესთან მექნება კითხვა. ესეთი რამე არ ქონიათ, მე ყოველთვის ეს მაქვს, რაც არ უნდა ადრე დავიწყო მომზადება და ყოველთვის ადრე ვიწყებ. მე 9 საათზე გვიან, ისედაც არ ვღვიძებ, ხო? ყოველთვის ბოლო საათი გარბის ისე სწრაფად, აი ბოლო 1 საათი, თქვათ იმ შეხვედრამდე, რომ გონს ვერ მოდიხარ, აი გონია რომ გაქვს 3 საათი, იწყებ ნელა და ბოლოს მოიხედო და ის 1 საათი რაღაცნაირად ყველაზე სწრაფად გარბის. ამაში ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ თუ მაგალითად მე შფოთავ და მინდა რომ ეს რაღაცა ბარემ მოვიშორო, ამ შემთხვევაში ის დრო იწელება. ანუ დამოკიდებულია იმაზე თუ მე რა ჩემთვის პირიქით ის ბოლო რაღაცა გამირბის. თუ ბოლოში მე ბევრი შინაარსის ჩადება მაქვს რომ რაღაცა იქ რაღაცა პომადა გადავისვა. მე რჩება ბოლოს დრო და მე ვზივარ, რომ აი იქ რომ ძალიან ხო, მე უკვე იწელება, კი, ზუსტად ეგ არის. მოდი ჩავასთვალოთ, ხო? მეოთხე ეს არის ესეთი ცოტა თინეიჯერობაში გაჭედილი ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ გარედან შემოსულ ვალდებულებებს და სულ ამბობს ესეთი განცდა აქვს, რომ მე ვერავინ ვერაფერს ვერ მაიძულებს და მე თავად ვწყვეტ, როდის რა გავაკეთო და ეს წესები და კანონები ჩემთვის არ არსებობს, იმიტომ რომ ეს შინაგანი პროტესტი აქვს და გონია რომ თვითონ გადაწყვიტა თქვათ რაღაცა, ამითი არის ის რაღაცა მაგარი და თავდაჯერებული ტიპი. არა და ეწინააღმდეგებოდა სუპროტესტში ეგეთი ადამიანი, ალბათ ყავს სანაცნობაში, მე მაგალითად ყავს რამოდენიმე, რომ აი შანსი არ აქვს. არა იმიტომ რომ რაღაცა აგვიანებს, ან რაიმე სხვა საქმე აქვს, ან უბრალოდ მას თავისი პიროვნული პრიორიტეტი და საათი აქვს. ამას მე დეტალურად ვიტყვით, თქვათ კიდე შინაგანი რა მოტივაციები შეიძლება ამ ქცევაში ითარგმნებოდეს, მაგრამ ეს 5 ტიპია და მეხუთე ტიპი არის ადამიანი, რომელიც ტკბება მომენტით, აი იმ მომენტით რაშიც არის. ყავის მიერ, ყვავილების მორწყვით, კი. ტანსაცმლის შერჩევით, ან ლიფტში ფოტოს გადაღებით, ან იმ მომენტით, რომელ მომენტით უწევს ახლა მას დროული, აი ის რაც ხო, ციფრით შემისაყვარელი და დაემთხვა. კი, ამიტომ გითხარი, რომ ნუ ჩქარო თქო. შესაბამისად, ეს მომენტი, ანუ განა ის რომ მე იქ არ მინდა სადაც უნდა წავიდე, ან აქედან წასვლა მინდა. ეს არის ეს რუტინაა რა, შენი სასიამოვნო რუტინა. ეს არის ადამიანი, რომელიც აი რა ვიცი, მაკიაჟს რო იკეთებს, ამით სიამოვნებს, იღებს, სადღაც რო არის იქ იპოვის იმას, რითიც შეიძლება იმ მომენტში დატკბეს, ანუ ცხოვრების იმ მომენტით ტკბობა, სადაც არის და ამით ცოტა ის რაც უნდა მოხდეს, ცოტა ამისი გადავადება ხდება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე ამას უკვე ეფექტი აქვს, რომ მაგრამ ნერვიულობა იწყება უკვე გზაზე. კი, ნერვიულობა იწყება. როცა ხვდები რომ მართლა აგვიანო. როცა ხვდები რომ ყავის არომატით, რომელსაც ტკბებოდი დამატებით 4 წუთი, ეხლა შეგეძლო, კი. ხო, კი ბატონო, თუმცა ეს მოტივაცია არის. მაგრამ იცი ეს მინდა ხაზე გავუსვა. აი როდესაც ამ ყავით ტკბები, როდესაც ყვავილების მორწყვა აუცილებელი, იმიტომ რომ იცი რომ ყვავილს სჭირდება, ამ დროს შენ ის შეგრძნება კი არა გაქვს რომ ოფეხა დამელოდოს, არა, დარწმუნებული ხარ მოასწრებ. დარწმუნებული ხარ ამაში. იცი როდის ხვდები? უკვე გზაში ხვდები. რომ ვერ ასწრებ და უკვე არის რომ შემოდის რომ მე 5 წუთში ვიქნები და შენ იცი რომ 5 წუთში არ იქნები, ამ დროს ხდები ამ დროს არის შემდეგი სლაიდზე გვაქვს ჩვენ აი სხეულებრივი შეგრძნებები, რაც ხდება ამ დროს, აი ზუსტად გადადიშენ ახლა იმ თემაზე, რაც აი სხეულში ზუსტად დაგვიანების განცდა ძალიან ტრამვულად განიცდება. ანუ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასშფოთებელი, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს და სხვათა შორის კვლევა ჩატარდა მოსწავლეებს, რომელსაც სკოლაში აგვიანდებათ, იმ ხელა სტრესი აქვთ, რომ მე დაგვიანებულ მოსწავლეს ფაქტობრივად ყურადღების
ნახევარზე ცოტა, დაახლოებით 40% რჩება მხოლოდ მთელი დღის მანძილზე, რომ გაკვეთილებზე იყოს. ანუ დაგვიანებით კი ეს პირველი დაგვიანების მომენტი, როდესაც ის სკოლაში შედის, უკვე კლასში შედის, სადაც ბავშვები უკვე სხედან, ის უკვე ისეთი დასტრესილია, რომ ჩვენ მისი ფსიქიკა გადადის გადარჩენის რეჟიმში და ამ დროს არ შეუძლია ფიზიკურად არ შეუძლია იმ რაღაცა ინფორმაციის მიღება, რასაც იქ საგაკვეთილო პროცესი ქვია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა ეს გაითვალისწინოს, იმიტომ რომ ხანდახან არის რომ მშობელია, კაი ვეთქვი მასწავლებლს არ აუშავს. არა, ბავშვი ისტრესება, იმიტომ რომ ბავშვი ეგოცენტრულია, გონია რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს და რაღაცა ეხა თვითონ თუ არ არის იქ ვერაფერი ვერ ხდება ისე როგორც უნდა მოხდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს გამოვუმუშავოთ ბავშვს ერთიანობას. როგორ? ეგრეც არის. ხო. მაინც ვერაფერი ვერ ხდება. ნუ ყოველ შემთხვევაში მისთვის და მისთვის ვერაფერი ვერ ხდება, რა თქმა უნდა. ყველაზე ახლოს ცხოვრობდი მე სკოლასთან და ყველაზე ბოლოს შევდიოდი მათემატიკის გაკვეთილი იყო პირველი და უკვე იცოდნენ რომ 2 წუთი ხა ბევრი არა რა თქმა უნდა. შემოგია და შემოვდიოდი. ყველაზე ახლოს ეგ ზუსტად კორპუსი. არა, იმასთან ეწეოდა მაგ დროს ანუ სამოგაში შემდეგ სანამ ჩადიოდა რა თქმა უნდა და ისე უკვე ნათელი იყო. ანუ არა არ გეწერება. არა, რა თქმა უნდა, რა ის არა. კი ბატონო, მოკლედ დაგვიანების დროს არის გულისცემის გახშირება, ანუ სხეულებრივად აი ძალიან როგორც სტრესი ისე განიცდება. გულისცემის გახშირება, კუნთების დაჭიმულობა, ამ დაჭიმული კუნთები ხანდახან მუცლის ტკივილთანაც კი ასოცირდება ხოლმე და არის, იმიტომ რომ შიშის მომენტია, არის ესეთი ყურადღების გაფანტულობა, როგორც გვირაბული ყურადღება. გვირაბული ყურადღება არის, რომ აი მარტო ის კონკრეტული, მარტო ეხა შევიდე იქ და მეტი სხვა არაფერი. აი ხო, აი გვირაბში ვარ, სხვა არაფერი არ ჩანს და მხოლოდ ის ერთი წერტილი სტრესის დროს გვაქვს ეგ, რომ აი მხოლოდ ეხლა ეს მოხდეს, მხოლოდ ეს ტაქსი მოვიდეს. აი და მეტი არაფერი არ მინდა იმ მომენტში, იმიტომ რომ თითქოს აი რაღაცა გილიოტინაზე ვარ და აი ეს ამას შეუძლია ჩემი გადარჩენა მხოლოდ. ამიტომ გვირაბული აზროვნების დროს ძალიან ისტრესება ადამიანი, სხვას გარემოში ვერაფერს ვერ ხედავს. აი ზუსტად ეგ გვირაბული აზროვნება არის იმ ბავშვის ყველაზე დიდი აქილევსის ქუსლი, იმიტომ რომ აი თავისი მერხის გარდა იმ დროს ვერაფერს ვერ ხედავს და ვერ კონცენტრირდება, შევა და არ შეგიმჩნევიათ, აი თითქოს მზერა აქ დეფოკუსირებული აქ არ არის. ანუ ისე დასტრესილია, რომ 1-10 წუთი მინიმუმ სჭირდება, რომ ანუ მოვიდეს აქ და გაგიჭტერა თვალები. ხო, იმიტომ რომ დასტრესილი არის. ხო. აქ რა თქმა უნდა დანაშაულის განცდა და ეს ყველაფერი შეიძლება თავის ტკივილშიც კი გადაიზარდოს. დანაშაული არ მქონია, თავის ტკივილი არ მქონია, მაგრამ აი კიდურების ტემპერატურის ცვლილება სულ მაქვს. აი მე მცხელა ნერვიულობისგან მოხდა, იმიტომ რომ ძალიან განვიცდი. და ყველაზე ტოქსიკური, აი რატო გამოვიტანე ეს მახასიათებლები, ამ ნახეთ, ხო გვაქვს ეგ შეგრძნებები, მაგრამ თუ ჩვენი დაგვიანება გრძელდება, ვთქვათ ეს სისტემური ხასიათისა, ჩვენი თვითგადარჩენის რეფლექსი, ანუ ხო გვაქვს ადამიანებს შინაგანი იმუნიტეტი. ამ შეგრძნებების შეგრძნებას აღარ შევიგრძნობთ ამ შეგრძნებებს არის სხეულებრივად, მაგრამ ჩვენ იმიტომ რომ როცა ვგრძნობთ დისკომფორტს კიდევ უფრო ვისტრესებით, ამიტომ ამ შეგრძნებებსაც ერთგვარად ვთიშავთ და კიდევ უფრო ვსტრესავთ. ანუ ნახეთ, ვაგვიანებ და ვერ ვგრძნობ ვერაფერს, კიდევ უფრო სტრესს, ესე იგი კიდევ უფრო სტრესში ვართ ადამიანები, თუმცა ამ ყველაფერს ხო აი ძალიან დიდი შინაგანი, ესე ვთქვათ, მიზეზები აქვს და შინაგანი მიზეზებზე შემდეგ სლაიდზე გვექნება შინაგანი, ესე ვთქვათ, მიზეზები არსებობს. ანუ რა მიზეზებით ხდება? ხო, არსებობს კოგნიტური მიზეზები, ახლა რაც შენ თქვი, რომ რა არის მაგალითად ის, რაც გადაწყვეტილებას როგორც ვიღებთ, რა გადაწყვეტილებას ვიღებთ გასვლის წინ, მაგალითად აი შენ როგორც ამბობ, ხო, დაჯერება იმისი, რომ მოვასწრებ. კი, ეს ერთგვარი, ესე ვთქვათ, აი 5 წუთში მივა. მე რატომ მგონია, იცი, მე ხე ჩემ სანამ გადავალთ შემდეგ სლაიდზე, მე ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ვცხოვრობდი გმირთან მოედანზე. ხა მაშინ ხო ვის იყო? უნივერსიტეტში გმირთან მოედანიდან ძალიან სწრაფად მივდიოდი. ყველაფერი მქონდა იქვე ხელის გულზე. და მე მგონი ის მაქვს გამოყოლილი, ვეღარ დავაჯერე თავს, რომ ქალაქიც გაიზარდა, ტრანსპორტიც დაიწვირთა და ასე სწრაფად ხატია უკვე ვეღარ ასწრებ ვერაფერს. მე მგონია, რომ ისე 5 წუთში ვიქნები ყველგან, იმიტომ რომ რაღაცა საკვანძო ადგილას ხარ, ხო? თუმცა აი ზუსტად ეგ ჩემი წარსული გამოცდილებები, მაგალითად თუ სამსახური ახლოს გქონდა და ჩემთვის 9 საათი იყო მომზადებისთვის საკმარისი და ეხლა ეს აი დრო გაიწელა, ამიტომ ეს კოგნიტური გამრუდება ქვია ამას და მოკლედ კოგნიტური პროცესების
პროცესებში არის ის, რომ მაგალითად იგივე პროცესი აქვს ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიულობის სინდრომის დროს დაგვიანება არის დროის სიბრმავე ქვია ესეთ მახასიათებელს, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუმცა როგორც კი ვიცით ეს მახასიათებელი უკვე ვიმკლავდებით, არის ჰიპერფოკუსირებულობა, მაგალითად ჰიპერფოკუსირებულობა რას ნიშნავს, როდესაც ერთ რაღაცაზე ვარ ძალიან ჩაციკლული და ამ დროს ფიზიკურად არ ვაქცევ ყურადღებას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია პირადი მოტივაციები და ფსიქოდინამიური მიზეზები, იმიტომ რომ აი აქ იმალება ის რაღაცა ძაღლის თავი, რასაც ჩვენი ესე ვთქვათ მოტივაცია და უნდა ვიცოდეთ, ხო? აი მაგალითად არის ოპტიმიზმი, რაც ხატია შემთხვევაში არის, რომ მე მაინც მოვასწრებ და აი ცოტა ეგოს ამბავია თქო როგორც თქვი, აი ჩვენი ყოვლის შემძლეობის იდეა არის, რომ მე მაინც მოვასწრებ. ან შეიძლება იყოს პროკრასტინაციის არა, დროის სიბრმავეც მქონია, იცი, აღმოვაჩინე. შეიძლება თვითსაბოტაჟი იყოს, რომ აი მე ჩელენჯს ვუწყობ საკუთარ თავს, რომ აბა ახლა მაინც მოვაწრებ და აი ამითი ვიჭერდე რაღაცა სიამოვნებას და ყველაზე ისეთი ფსიქოლოგიური დამუშავება და მუშაობა, სადაც ჭირდება მუდმივად დაგვიანებად ადამიანს, არის რომ არის თუ არა პასიური აგრესია, იმიტომ რომ ხანდახან ჩვენი არ მისვლა სადღაც, არის ჩვენი პროტესტის გამოვლინება და ამით ჩვენ პასიურ აგრესიულ ქცევას ვავლენთ, ამიტომ არ მისვლა თუ დაგვიანება. დაგვიანება, ხო, დროულად არ მისვლა. ამიტომ არის რომ პასიურ აგრესია ქვია ამას. შემდეგ შეიძლება ის იყოს ნარცისიზმის გამოვლინებაც, იმიტომ რომ აი მე მოვედი და ახლა იწყება აქ დღესასწაული და ხო, იგივე არის ყურადღების ცენტრში ყოფნის მოთხოვნილება, რომ აი ყველა რომ უკვე შეიკრიბა და მე მარტივად ჩემთელი ამ ადამიანების ყურადღების ფოკუსი ჩემზე იქნება. ამიტომ თვითონ ქცევით ჩვენ არ შეგვიძლია განსაზღვროთ, რას ვიღებს ადამიანი ამ ქცევით, მაგრამ მე ადამიანმა თავად ყოველთვის იცის რა უდგას, რა აქვს მოტივაცია ამ თავის ქცევაში და ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ შემდეგ სლაიდზე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მარტო პიროვნული გადაწყვეტილება, რომ ვაგვიანებთ. არსებობს ესეთი ერები, რომელიც მონოქრონული და პოლიქრონული ერები არიან და თვითონ ერი ვკარნახობს იმ რიტმს, რა რიტმსაც შემდეგ ადამიანები ვუწყობთ ფეხს და ეს ცოტა დანაშაულის განცდის, რომ მარტო მე ჩემი მახასიათებელი კი არა, მოდი კულტურალურ მახასიათებლამდე გავშალოთ და მაგალითად გარემოებები როდესაც მონოქრონული. შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ, თუ არის შესაძლებელი, მონოქრონული ადამიანები, ხო, არიან ადამიანები, რომლებიც ცოტა ესეთი მონოქრონული ადამიანებისთვის დრო პირდაპირ ფულია და ესეთი ქვეყნები არიან ამერიკა, გერმანია, შვეიცარია, სადაც ეს დროზე მისვლა მათი კულტურის მახასიათებელია და ხო, და არის ეგეთი იდეა, მაგალითად თუ დროულად მოხვედი, ესე იგი უკვე დააგვიანე და აი ამ ერებში ეს დროსთან მიმართებაში ვთქვა, შეიძლება ძალიან ხისტი დამოკიდებულება იყოს. იაპონიაში არის ესეთი პრეცედენტები, 3 წუთი თუ აგვიანებს სამსახურში, უკვე შეიძლება ეს იყოს განთავისუფლების მიზეზი, კი ბატონო. და ესეთი ადამიანები არიან ფოკუსირებულები ერთ კონკრეტულ ამოცანაზე, ერთ კონკრეტულ ვთქვათ საგანზე და ამას აკეთებენ და დროის სხვანაირი დაფასება აქვს და პოლიქრონული ერები, როგორც არის საქართველო, ლათინური ამერიკა, სამხრეთი აფრიკა, სადაც ურთიერთობის სივრცესა აქვს უფრო დიდი გავლენა და არა კონკრეტულ პუნქტს, სადაც უნდა მიხვიდე. ამ შემთხვევაში არის სად გაიქცევა დრო, თავარია მოვედით, შევიკრიბეთ, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ხო, აი ჩვენ არა, დროსად გაიქცევაში არ გეთანხმები, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ნამდვილად ჯობია. ეს დამოკიდებულება ჩვენ კულტურალურ მახასიათებელსაც, მაგრამ აი დასასრულისკენ რო წავიდეთ, ეს ხო საშინელებაა, როცა აგვიანებ და დანაშაულის განცდა გაქვს, განსაკუთრებით თუ რამე ფუჭდება, თორე ხა მართლა დაბადების დღეზე შეიძლება გვიან მიხვიდე, როცა სხვისი დაბადების დღეა და იქ შენ არც არ აფუჭებ, მაგრამ არის რაღაცა შემთხვევები, როცა მართლა დროზე უნდა მიხვიდე. მაგრამ აი მეორე ტიპის ადამიანებიც არიან, მე მყავს მეგობარი, რომელიც პირიქით ყველგან ადრე მიდის და ისიც ძალიან დისკომფორტშია, ხვდები? იმიტომ რომ ის სადღაც რომ მიდის, თქვათ, თმის სპეციალისტთან, რომელსაც განკუთვნილი აქვს დრო, რომ ის რაღაცა 5 წუთი აქვს, თქვათ, კლიენტიდან კლიენტამდე და ყავა უნდა დალევოს, ის უკვე მიდის და ერიდება, ხვდება, რომ იმასაც ხელს უშლის, ანუ აჩქარებს და
მანქანაში უწევს ლოდინიანო ეს მეორე ძალიანზე პასუხისმგებლობაც გონია რომ ცოტა შემაწუხებელი ანუ ოქროშუალედი ყველაზე იდეალური კი თუმცა მოკლედ ეს უნდა ვიცოდეთ მახასიათებლები ბოლო სლაიდზე რეკომენდაციები შეგვიძლია ვაჩვენოთ ჩვენ მაყურებლებს და თავარია ვიცოდეთ ჩვენი შინაგანი დრო ჩვენი შინაგანი ტემპი არ დავსტრესოთ საკუთარი თავი და თუ ვიცით რომ გვაქვს რაღაცა კონკრეტული ქცევითი პარაზიტი ქვია ამას ანუ რაც გვახასიათებს ხო გავითვალისწინოთ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ როგდისვა და სად ვაგვიანებთ იმიტომ რომ ეხლა როგორც შენ თქვი ყველგან არ ვაგვიანებთ და არის კონკრეტული ადგილები სადაც უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს რომ დავაგვიანოთ და არის ესეთი ბუფერული დროის არსებობა რომ ჩვენ ტაიმლაინში და ჩვენს ესე ვთქვათ გეგმაში 15 წუთებიანი ლუფტები მოვიაზროთ რაღაცა დაუგეგმავი ამბებისთვის ასევე შედეგების ვიზუალიზაცია რა მოყვება ეხა ამას და თუ კატასტროფა არ მოყვება თავიდან უნდა ვისტრესავთ საკუთარ თავს და თუ კატასტროფა მოყვება ცოტა ავჩქარდეთ მეგინ წინასწარ ანუ პასუხისმგებლობის აღება და სხეულში ჩვენი რიტმის დაფიქსირება მოკლედ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თემაა თუმცა უნდა დავიმახსოვროთ რომ დრო არის ის რაც მუდმივია 24 საათია თუ ჩვენ დროსთან მეგობრობთ დროც მეგობრობს ჩვენთან თუ ჩვენ დროს არ ვემეგობრებით მე ძალიან ცუდი უკავშირი შეიძლება შეუძლია დროს რომ მოვკვდეთ და დრო-დროზე ჩქარა მიდის დრო აღარ გვაქვს ჩვენს ფიქრის დროს როცა უნდა თავს არა, დროს როცა უნდა თავს ბოლოს. თუმცა თუ გექნება ფიქრის დრო, მე მაინც მაგის მომხრევარ. კი, ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა. დრო ამაზე. ხო, ძალიან დიდი მადლობა, უკვე აღარა გვაქვს დრო, ჩვენს დროში რეკლამის დროა. და რეკლამის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით, დაგვადოთ ძალიან საინტერესო თემები გვაქვს ასევე. uf, გამახსენდა დაგვიანებისთვის როგორ მეურულობ ხოლმე და ცოტა ხანი გავიდეთ რეკლამაზე, რომ დავმშვიდ და დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთეთ, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს, ხატია შემოგვიესთან და ბაჩო ქაჯაიესთან ერთად და ახლა ძალიან საინტერესო ტოპ 5 ამბების დროც დადგა, რომელსაც როგორც ყოველთვის ტრადიციულად ჩვენი ხატია შემოდია შემოგთავაზებს. დიდი სიამოვნებით, ესე იგი ვერ მოითმინა დღეს ჩემოძვირფასებოდა და საგრემიეროში რაღაცებს მეკითხებოდა უკვე ის აქ ხოლმე, ხო იცით? შფოთვები აინტერესებს რა ხდებოდა ტოპ 5 ამბავი მსოფლიოში და მაინც არ უთხარი არაფერი ჩემ ბაჩოს, ასე რომ იცოდეთ რომ თქვენთან ერთად ისმენს ახლა ბაჩოც იმ საინტერესო ამბებს, რომელიც მოგიმზადეთ გუნდთან ერთად. ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, მრავალი სიმღერის ავტორმა და მუსიკალურმა პროდიუსერმა და ამავე დროს არც მეტი, არც ნაკლები ლუი ვიტონის მამაკაცის ხაზის კრეატიულმა დირექტორმა ფარელ უილიამსმა პირველი სადებიუტო ჩვენება გახსოვთ რომ ბრენდისთვის 2024 წლის ივნისში წარადგინა. ხოლო ახლა რამოდენიმე დღის წინ პარიზის მოდის კვირაულის ფარგლებში პომპიდუს ცენტრის გვერდით მდებარე სივრცეში ფარელმა ლუი ვიტონის 20-26 წლის გაზაფხულის ზაფხულის კოლექცია წარადგინა. შეიძლება ითქვას რომ ეს იყო მისი საუკეთესო კოლექცია რეტრო სტილის ლუკებით და უჩვეულო კომბინაციებით, ნაქარგი ეგზოტიკური ცხოველებით და ეს ყველაფერი ფარელმა ერთობლიობაში ძალიან დახვეწილ შოუდ აქცია. უილიამსის ჩვენების პრეს-რელის თანამედროვე ინდური სამოსის მრავალმხრივი მგრძნობელობა ეწოდა. შოუს დეკორაციები არქიტექტურული ფირმის სტუდიო მუმბაის დამფუძნებელმა ბიჯოი ჯაენმა შექმნა. კადრებში თქვენ ხედავთ ახლა თუ როგორ დახვეწილად იყო პოდიუმზე ხელით მოხატული გველების და კიბეების გიგანტური გამოსახულება. შოუს საუნდტრეკში გამოყენებული იყო ცოცხალი ორკესტრის მიერ შესრულებული მუსიკა, რომლის პროდიუსერიც რა თქმა უნდა არ გაგიკვირდებათ, თავად ფარელ უილიამსი გახდათ და ჩვენებაზე არაერთი ცნობილი სახეც ვიხილეთ. აი მაგალითად როგორიც გახლავთ ბიონსე, ჯეიზი და ასე შემდეგ. და თან პარიზში სხვათა შორის ბიონსეს თავის ტურნეს ერთ-ერთი ორდღიანი კონცერტი ჰქონდა და ალბათ ეს ყველაფერი ერთმანეთსაც დაემთხვა. მოწონს ამბიცის ფეშენი და სხვათა შორის ახლა თვითონ არის ლუი ვიტონის კრეატიული დირექტორი, თორე შანელის კაცის მამაკაცის სამკაულების სახეც ხო იყო და გადასარევად მოირგო ეს ამპლუა ჩვენმა ფარელმა. ნუ მოდაში ვტრიალებთ და აუცილებლად უნდა გადავიდეთ ასევე ძალიან საინტერესო თემაზე. გუშინ დაიდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანა ვინტური, რომელიც 4 წლეულის განმავლობაში მუშაობდა ამერიკული ვოდის მთავარ რედაქტორად, ვოგის პოზიციაზე, ანუ მთავარ რედაქტორ
დირექტორის პოზიციას ტოვებს და ახალ შემცველს ეიცებს. თუმცა დაიწერა ისიც, რომ როგორც გითხარით, იგი მთლიანად არ ემშვიდობება თავის გუნდს და დარჩება გამომცემლობის კონტენტის გლობალურ ხელმძღვანელად და ასევე Vogue-ის გლობალურ სარედაქციო დირექტორად. აქ ვთქვათ ისიც, რომ Vogue-ის პირველი ნომერი 1988 წელს გამოიცა და ეს ყველა მიცის, რომ ანა ვინტურის ხელში გამოცემის ძალიან დიდი ძალა ჰქონდა. მათ შეეძლოთ ახალი ტენდენციების შექმნა, ტრენდების შექმნა, რასაც ადვილად და მალე იტაცებდა მსოფლიოს მოდა. ისევე როგორც ერთი ნომრით რომელიმე დიზაინერის განადგურება. დავალოდოთ, ვის აირჩევს გუნდი ახალ მთავარ რედაქტორად? ნუ ალბათ ყველას და ყველაფერს სჭირდება ხოლმე ახალი ხედვა, ახალი სისხლი და ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ანა ვინტურის შემცვლელი ალბათ მარტივი მოსაძებნი ნამდვილად არ არის ამ ხელა დედამიწაზე და რატომღაც ამ ქალბატონს რო უყურებ და არც არის გასაკვირი, სულ თვალწინ მიდგას ფილმი ეშმაკი ატარებს პრადას და რაღაცნაირად ეხლაც განმიახლდა ჩავა ბაჩო. მინდა გითხრა ფილმი, რომელიც არასოდეს არ მომბეზდება და სხვა შორის ახალი ვერსიაც გამოდის ახლა ძალიან მალე. ასევე უნდა მოგიყვეთ ერთ კიდევ ძალიან საინტერესო ამბავზე, ფრანგი ფეხბურთელი კილიან მბაპე კი მოდის სახლის დიორის ახალი გლობალურ ამბასადორი გახდა. შესაბამისად, განცხადება ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა ჯონათან ანდერსონმა გააკეთა. მისი თქმით, მბაპე თაობის ხმა და მისი ქარიზმა მას ბრენდის იდეალურ წარმომადგენლად ხდის. კოლაბორაცია მბაპეს 26 წლის კაცების საზაფხულო კოლექციის სარეკლამო კომპანიაში მონაწილეობით დაიწყო. მბაპე ასევე პარფიუმ Dior Sauvage-ის ახალი სახე გახდება ჯონი დეპის შემდეგ და ჯონი დეპის შეცვლაც ნამდვილად არ არის მარტივი და ჯონი დეპთან ერთად გადაინაწილებს ამ ბრენდ ამბასადორობას, ანუ endorsement, რასაც უწოდებენ ხოლმე. ესეთი მოდის სიახლეებით ვართ, ჩემო ბაჩო, და რაღაცნაირად ძირითადად კაცების მიმართულებით გაგაცანი, ხო იცი და გიორგი დარჯანიაც რომელიც შემოგვიერთება რაღაცნაირად გვეტყვის სპორტულ გვეტყვის და თან რაღაცნაირად ჩაეღიმა მბაპე და დიორის ამბებზე და სხვათა შორის მბაპემ ძალიან საინტერესო იყო იმ სარეკლამო რგოლშიც, რომელიც მე ინსტაგრამზე ვნახე. ძალიან მოწონს რომ დიორის სახეა, კი, იმიტომ რომ ჯუდ ბელინგემი ლუი ვიტონის სახეა რო იცოდა და მოკლედ ამ ფეხბურთელებმა თან განსაკუთრებით მადრიდის რეალმა რაღაცა მოირგო ეს მსოფლიო მოდა ჩემო ბაჩო. ეხლა მე არ შემიძლია და არ ვიქნები პირნათელი ჩემს მაყურებელთან რომ იტალიაში ცოტა ხნით არ გადავინაცვლოთ, კონკრეტულად კი ვენეციაში, არც იტალიელებთან და არავისთან, კონკრეტულად კი ვენეციაში, სადაც ამაზონის დამფუძნებლის მილიარდელ ჯეფ ბეზოს და ჟურნალისტ ლორა სანჩეზის რამდენიმე დღიანი საქორწინო ღონისძიებები არ გაგაცნოთ, რომელიც მიმდინარეობს რამოდენიმე დღის განმავლობაში. კადრებსაც კი ვხედავთ, რომელზეც უკვე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, ხუთშაბათს დაწყებული ქორწილი დღეს შაბათს სრულდება. იგი უკვე საუკუნის ქორწილად შეფასდა და წინა საქორწინო წვეულებისთვის ლორა სანჩესმა სკაპარელის უახლესი კოლექციიდან მზინავი ბროკადის კაბა მოირგო კორსეტით, ბეზოსმა კი კლასიკური ჩაცმულობა აირჩია, რომელიც მას ალბათ ყველაზე ძალიან უხდება. მთელი რიგი ვარსკვლავების ფოტოები გავრცელდა, ანუ ვარსკვლავების ცვენა იყო ნამდვილად და ეს სოციალურმა ქსელებმაც კი დაადასტურეს. ოპრა უინფრი, კენდელ და კაილი ჯენერები, ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, ჯარედ კუშინი, კიმ კარდაშიანი, ლეონარდო დიკაპრიო და უამრავი გამორჩეული სახე. ხა დღეს კიდე შაბათს კიდევ ნახავთ ძალიან ბევრ გამორჩეულ სახეს. ამ ქორწილმა ადგილობრივ მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია, სხვათა შორის დემონსტრანტებმა მრავალი შეშფოთება გამოთქვეს და მათ შორის აღნიშნეს ლოჯისტიკური დარღვევებით, ხიდების გადაკეტვა, ასევე გარემოზე იახტების და კერძო თვითმფრინავების უეცარი შემოდინებით მიყენებული ზიანი. მათი თქმით, ქორწილის მასპინძლობა ხაზს უსვამს იმას, რომ ვენეცია უპირატესობას ანიჭებს არა მის ადგილობრივების კეთილდღეობას, არამედ ტურიზმს, და არ ვიცი ეს რამდენად გამართლებულია, მაგრამ ნუ ქორწილმა ნამდვილად გაგვართო მთელი მსოფლიო და დაგვაინტერესა. მე მეგონა რომ მარტო ქართველებმა ვიცოდეთ 3 და 4 დღიანი ქორწილები და თურმე აგერ ბეზოსაც და სკაპარელის კაბების და დოლჩე გაბანას კაბების ფრიალიც არ არის ასეთი ხშირი ჩვენთან სამწუხაროდ. სხვათა შორის სხვადასხვა დათვლებით ბეზოს სანჩესის ქორწინების აღნიშვნა დაახლოებით 46-დან 56 მილიონ დოლარამდე დაჯდება, რაც ვიცით და რაც დათვლილია. ქორწილი
ყველაფერი სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის და არ ხმაურდება, თუმცა უკვე ვიხილეთ, რომ საქორწილო კაბა, რომელსაც ჩვენ ველოდებოდით და რომელიც ეხლა თქვენ კადრებში ხედავთ, ეს დოლჩე გაბანას კოლექციიდან გახლავთ და სხვა შორის ლორა სანჩესის კაბა ეს არის გამეორება, ეხლა ხო ძალიან მოდაში ეს გამეორებები, აი ივანკა ტრამპმა რო გაიმეორა, ხო გახსოვს შენ ინაუგურაციაზე. მე ურჩიე რომ გაიმეორე მე. ოდრი ჰებერნის კაბა ჟივანშის, ლორა სანჩესმა გაიმეორა დოლჩე გაბანას კაბა, რომელიც მოირგო თავის დროზე სოფი ლორენმა და სხვა შორის ესე ფოტოც გავრცელდა, აი აგებ ხედავთ სოფი ლორენის და მის ფოტოს და რა ვიცი, სოფი ლორენი ხა ლეგენდაა და მასე საუბარი ალბათ ზედმეტიც კი არის ისე უხდებოდა ეს ყველაფერი, თუმცა ლორაც ძალიან ლამაზი პატარძალი იყო. და ბოლოს ისევ და ისევ იტალია იყო აბსოლუტურად განსხვავებული თემით. იტალია, სადაც ძაღლების გამგზავრების წესები შეცვალეს. ამერიდან თქვენი 4 ფეხა მეგობარი საშუალო ტანის იქნება, იგი თუ დიდი ზომის, მას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, უკვე ოფიციალურად შეგიძლიათ ფლობენთან ერთად ამგზავროთ თვითმფრინავის სალონში და არა ბარგის განყოფილებაში, როგორც ეს ადრე იყო. თუმცა იტალიის ავიაციის სასამართლომ უკვე დაამტკიცა ახალი რეგულაცია, რომელიც შინაური ცხოველების კეთილდღეობაზე ზრუნავს და კონკრეტულ კრიტერიუმებს აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი. მაგალითად, ძაღლები უნდა იყვნენ სპეციალურ დაამტკიცებულ გადამყარებში და არ უნდა დაიკვავენ, რა თქმა უნდა, ავარიული გასასვლელები. სულ ეს არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენმა 4 ფეხა მეგობარმა თქვენს გვერდი დაიკავას ადგილი და თქვენთან ერთად მშვიდად იმგზავროს და ეს ნაბიჯი ნამდვილად აჩვენებს იმას, რომ ცხოველების კომფორტიც ისეთივე უმნიშვნელოვანესია, როგორც ჩვენი ადამიანების, ჩემო ბაჩო და შენ შეგიძლია რომ შენი პატარა ცუგრიკა, რომელიც არ ვიცი რანაირად ადგილს დაიკავებს ამ ხელა იორკი, შენთან ერთად ამგზავრა თვითმფრინავის სალონში. მე ძალიან მიყვარს ხოლმე გასასვლელებში, ესე იგი ვეღარ დავჯდები, ასე ვთქვათ, ექსტრემალურ გასასვლელებში, თორე სამაგიეროდ შენი ცუგრიკა იქნება ბედნიერი შენთან ერთად. კი ბატონო და მეც მასთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ხატი ამ საინტერესო ამბების მოძიებისა და ჩვენებისათვის და გაცნობისათვის. ახლა უნდა გავიგოთ რა ხდება სპორტის სამყაროში, სპორტული სიახლეებით, რა თქმა უნდა, ჩვენი მიმომხილველი გიორგი დარჯანია უნდა შემოგვიერთდეს. მოგესალმებით გიორგი. დილამშვიდობისა. როგორ ხართ? კარგად, თავად როგორ გიკითხოთ? ყურადღებოთ, ხო ხედავ ბაპეთი დავიწყეთ ამბები რომ იცოდე. ყველა ხუთივე ამბავი ქონდა ძალიან მაგარი, ბაპე, მე განსაკუთრებით ბოლო ამბავი მომეწონა, იმიტომ რომ ეს როგორც ძაღლები ძალიან დიდი სხვადასხვა იტალიაში აი ერთ-ერთი რამაც მომხიბლა ის რომ რესტორნებში ყველგან უშვებენ ძაღლებს. ანუ შეგიძლია მიხვიდე ძაღლით რესტორანში და იქ მოვა იქ მიმტანი წყლით ჯამს დაუდგამს. მოკლედ ძალიან კომფორტული გარემოა სუბოებისთვის. რესტორნის ძუგრიკიც ხო? ძალიან კარგი. ჩვენი ამბავი. შერამოგვიდა. რა რა გითხრათ, ბევრი ამბავი ხდება. დღეს მაგალითად არის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალი. დღეს საღამოს ჩვენი დროით საღამოს 11 საათზე, აი ჩვენ რომ პოლონეთს, საფრანგეთს და პორტუგალიას შევხვდით, ფინალში კი გავიდნენ ინგლისი და გერმანია. დღეს არის ფინალი, ინგლისი არის მოქმედი ევროპის ჩემპიონი 61 წლამდელებში, სხვათა შორის გავიხსენოთ, რომ ეს ევროპის ჩემპიონობა ინგლისმა მოიპოვა 2 წლის წინ მშვენიერ ქალაქ ბათუმში. მართლა. დიახ, ბათუმში იყო მაშინ ფინალი 2 წლის წინ. და დღეს არის ფინალი და მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ფინალის ამბები, ასე ვთქვათ, გადაფარა და მთავარ ჰედლაინად იქცა ამბავი, როგორ აბრალებენ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს ჭიქების მოპარვას. ლაპარაკია აი ამ ჭიქებზე. ვაუ, რა ლამაზი ჭიქა. ეს არის ჩვეულებრივი პლასმასის ჭიქა, სასუვენირით გამაგრილებელ სასმელებს არიგებენ ხოლმე სტადიონებზე. ეს შეგიძლია რომ დალევ რაღაც სასმელს წამოიღო, ანუ ეს არც ქურდობა, არც არაფერი არ არის და რატომ გასაბრალებენ რომ მოიპარეს ეს ჭიქა ჩვენ აი ბილდს აქვს უზარმაზარი საპირულ გვერდო სათაურით ამასთან დაკავშირებით მოხდა ასეთი რაღაცა ნახევარ ფინალის შემდეგ საფრანგეთს აი ჩვენთვის კარგად ნაცნობ საფრანგეთს რომ მოუგო გერმანიამ გუნდი ავიდა ავტობუსში მიდიან სასტუმროში და უცბად ავტობუსში ამოვარდა პოლიცია? არა, აკოშინებული, ატირებული სტადიონის თანამშრომელი გოგონა. და ამოიღო ტელეფონი და დაუწყო ფეხბურთელებს, სათითაოდ ყველა ფეხბურთელს, ეს არის ბილდის დიდი ჰედლაინი, დაუწყო გადაღება. და აღმოჩნდა, რომ აბრალებდნენ ფეხბურთელებს თქვენ, აი ეს ჭიქები მოიპარეთო.
ამ ჩეკის ღირებულება არის 2 ევრო. არა, ისედაც რაც არ უნდა ღირდეს ახლა რატომ მოიყვანა გერმანელი. ისეთი ის ამბავი გამოიწვია ამან რომ გერმანიის ფეხბურთის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურს მოუხდა საგანგებო ოფიციალური განცხადების გაკეთება, რომ რასესულელიაო, რომ ახლა ეს ჩეკები რატომ და მოგვეპარაო, ხო? აი ზუსტად ამ ჩეკებზეა ლაპარაკი. 2 ევროიან ჩეკებზე. და რატო რა მოხდა? რა საიდან? არაფერი ეთყობა, რაღაც ჩეკები იყო, ვიღაცამ დალია რაღაცა გამაგრილებელი სასმედან ჩვეულებრივი უბრალო, სრულიად უბრალო პლასმას ჩეკა და გადააგდო ნაგავში. მე მგონი გოგოს უნდა და ფოტოების გადაღება. ვერ გეტყვი. და მოიგონა, რომ იქასული. აი ესეთი ამბებია. დღეს ფინალია და მთავარი ჰედლაინი ბილდს აქვს აი ასეთი რომ როგორ აბრალებენ, როგორ შეიჭრა ის მასპინძელი წარმომადგენელი გერმანიის 20 ლანდოთა ავტობუსში. გერმანია და ინგლისი. ინგლისი და ანუ დაასტრესეს გერმანელი. ეს არის ხო, დღეს არის ფინალი, დაველოდოთ მის შედეგებს. შენი პროგნოზი მაინც როგორია? მე ხო ჩემ პროგნოზებს როგორ ვეინტერესები? იცი, მაინც მგონია რომ უფრო გერმანიისკენ გადმოვიხრები. რატო ვითომ? რა ვიცი. პროგნოზი გიკითხე? აჰა, უზრუნველი ვარ რომ ეს აღიქნა, მაგრამ კი პასუხა გერმანიისკენ. იმიტომ რომ ჩემი აზრით ყველაზე ესეთი ძალიან ძლიერი საფრანგეთი გამოთიშა ნახევარფინალიდან და ამიტომ მგონია რომ გერმანული. და კი იცი რა მაინტერესებს, აი თუნდაც ეს დასტური რომ ჩემპიონები არიან, არის რამე კავშირში იმასთან რომ პრემიერ ლიგა ერთ-ერთი საუკეთესო საწვრთნელია ფეხბურთელებისთვის. არის საუკეთესო ჩემპიონატი, ნუ აღიარებულია ყველაზე ძლიერი, ყველაზე მდიდარი, ყველაზე მეტი ფული, ყველაზე მეტი სატელევიზიო კონტრაქტი არის რა თქმა უნდა ინგლისის პრემიერ ლიგაში, ეს უდავო ამას წყალი არ გაუვა. და ამაზე არავინ არც კამათობს. ხო, თუმცა ჩვენ მოდი გადავიდეთ ახლა ჩვენ ქართულ ამბებზე. ამ კვირაში გაირკვა სად უმასპინძლებენ ესპანეთი და თურქეთი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. გავიხსენოთ რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წილისყრა 7 თვის წინ გაიმართა და ჩვენი მეტოქეები გახდნენ ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი. და წილისყრის დასრულებისთანავე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა რომ ჩვენი ნაკრები საშინაო მატჩებს გამართავს თბილისში ბორის პაიჭაძეზე. ბულგარელებმა გამოაცხადეს მაშინვე რომ ბულგარეთის ნაკრები თავის საშინაო მატჩებს ჩაატარებს სოფიაში ვასილი ლევსკის სტადიონზე და მთელი ამ 6 თუ 7 თვის განმავლობაში თურქებს და ესპანელებს არ ჰქონდათ გამოცხადებული მატჩების ჩატარების ადგილები. ვიცოდით თარიღები, ვიცით რომ ესპანეთს ხვდებოდით 11 ოქტომბერს, მაგრამ არ ვიცოდით სად და სწორედ აი 2-3 დღის წინ ესპანელებმა როგორც იქნა გვამცნეს, რომ საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებენ ქალაქ ელჩეში. აი აქ არის ქალაქი ელჩე, ალიკანტეს გვერდზე. ალიკანტეს პროვინციაში. კი, ეს დიდი ვალენსიას რეგიონია, უშუალოდ ალიკანტეს მუნიციპალიტეტში, ალიკანტედან არის გავიხსენოთ ჩვენი ილია. ილია ცხოვრობს ალიკანტეში, ტოპორია. მართლა. და ჩვენი ქოჩორა ხომ ალიკანტეში ვალენსიაში ცხოვრობდა. ჩვენ ქოჩორაზე კიდე ვილაპარაკებთ, ქოჩორა ხო ვალენსიადან გადავიდა ლისაბონში, ამაზე ჩვენ კიდე ვილაპარაკებთ და მოკლედ მატჩი იქნება 11 ოქტომბერს ელჩეში, ეს არის სტადიონი, სადაც აქამდე 6-ჯერ უთამაშია ესპანეთის ნაკრებს და აი ამ სტადიონზე და აქვს ბრწყინვალე შედეგი, 6-ვე თამაში აი ამ სტადიონზე ჩატარებული ესპანეთმა მოიგო. ბურთების ფანტასტიკური შეფარდება აქვს 17 გატანილი და მხოლოდ 1 გააშვებული და მოდი აი დაველოდოთ ეგებ ქართველებმა მე-7 მატჩი ამ სტადიონზე ეგებ გავტეხოთ ნავსი, ნახოთ. და ამ თამაშიდან 3 დღის შემდეგ უკვე 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები თურქეთს შეხვდება ქალაქ იზმიტში. და ჩვენ არ უნდა აგვერიოს იზმიტი და იზმირი. იზმირი არის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი კი თურქეთის. იზმიტი არის უფრო ესეთი ქოჯაელის პროვინციის მთავარი ქალაქი, სადაც 200,000-იანი ქალაქია. და მაყურებლისთვის კარგად რო გახდეს, აი თუ შეგვიძლია ისევ დავაბრუნოთ რუკა. როგორი თანამედროვე სტადიონია? სტადიონი არის სრულიად ახალი, 7 წლის წინ არის აშენებული და ამ სტადიონზე თურქეთის ნაკრებს არასდროს არ უთამაშია. ეხლა აი გეოგრაფიაში რო გაგარკვიოთ, აი ეს არის იზმიტი, აი სტამბოლი და აი ამ ადგილას არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი გოგჩენის აეროპორტი. საბიჰა გოგჩენის აეროპორტი, ანუ თუ წახვალ ჩრდილო-დასავლეთით მოხვდები სტამბოლში, თუ წახვალ სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხვდები ქალაქ იზმიტში, სადაც თურქეთის ნაკრები უმასპინძლებს საქართველოს ნაკრებს. კი, სადღაც აი გოგჩენის აეროპორტიდან მანქანით არის დაახლოებით 1 საათის გზა. ეს ინფორმაცია საფეხბურთო ტურიზმის მოყვარულებისთვის სხვათა შორის ძალიან კარგია, რომ ბოლო წლებში ესეთი საფეხბურთო ტურიზმი ძალიან ტრენდული გახდა. ხო ჯერ ხო ნახევარი საქართველოს ნაპოლიში ჩავიდა.
ხვიჩას თამაშებზე. მე ევროპაზე ხო 10,000-ობით ქართველი ჩავიდა და ალიკანტაშიც არ იტყვიან უარს არაჩვეულებრივი ვარ ესპანეთში ძალიან ბევრი ქართველი ჩავა მე იქიდან თურქეთში გადავალთ იმიტომ რომ 3 დღის მერია თამაში სხვათა შორის უკვე დავთვალე და ფრენას სჭირდება დაახლოებით $600 ესეც საფეხბურთო ტურიზმის მოყვარულებისთვის თბილისიდან მადრიდში შემდეგ ყველაზე მოსახერხებელი რეისია, შემდეგ უკვე ვალენსიადან სტამბოლში და სტამბოლიდან თბილისში ეს 3 რეისი დაახლოებით $600 დაუჯდება საფეხბურთო ტურიზმის მოყვარულებს. აი ასეთი ამბებია, რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მატჩებს. მოგზაურობებს. დიახ. და რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შემადგენლობას, ამ კვირაში ყველაზე ისეთი აქტუალური თემა უკავშირდება გიორგი მიქაუტაძეს. იმიტომ რომ გასარკვევია მისი ბედი და ეს ყველაფერი მოხდა იქიდან გამომდინარე რომ ლიონი მისი კლუბი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ დააქვეითა ლიგა 2-ში. ერთი დივიზიონი თქვებით დააქვეითა და აი ეს არის ლიონის შესასვლელი, ქალაქის შესასვლელი, სადაც გულშემატკივრებმა უზარმაზარი ბანერი გამოკიდეს. ტექსტორს მიმართავენ, ტექსტორი არის კლუბის ამერიკელი მეპატრონე, რომელმაც ნუ აი საშინელ ვალებში ჩააგდო ეს საფრანგეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ყველაზე წარმატებული კლუბი ჩააგდო უზარმაზარ ვალებში და სწორედ ამ ვალების გამო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კლუბი დაექვეითებინა პირველი ლიგიდან მეორე ლიგაში. აპელაცია შეტანილია, თუმცა ნუ შედეგები ჯერ არ ვიცით, ვნახოთ რა იქნება. და როგორც ამბობენ, ახლა ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ისეთი კლასის ფეხბურთელმა, როგორიც არის გიორგი მიქაუტაძე, მას არ გამოუჩნდეს მსურველები, იმიტომ რომ ნუ ასეთი ფეხბურთელი მეორე ლიგაში რა თქმა უნდა არ უნდა თამაშობდეს. ხო, ამაზე ყველანი ფაქტებით მოთქმა არ არის, არ გსმენია. კი, არის, რა თქმა უნდა, არის და მით უმეტეს, როდესაც კლუბი ვალებშია, ყველა მიცის რომ ვალებიდან ამოსვლის ერთადერთი რეალურად გზა ეს არის საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვა და იმით მიღებული შემოსავლით ამ ვალების გაყიდვა და გიორგი მიქაუტაძე ღირს სადღაც სულ მცირე 22 მილიონი евро. ოღონდ აქ ერთი საკითხია ეს ბუნებრივია, ხო ყველამ ვიცით, როდესაც გეჩქარება და გიჭირს და გინდა რომ სწრაფად გაყიდო, ბუნებრივია, ფასიც უნდა დააკლო და შედარებით იაფად გაყიდო, ამიტომ აქედან გამომდინარე, რადგან ყველა კლუბმა იცის, რომ ლიონი სავარაუდოდ იაფად გაყიდის ფეხბურთელებს, ალბათ ცოტა ფასიც დააკლდება. და რამე ვერსიები გიორგის და არის მთავარი ვერსია, ეს არის რომა. გამომდინარე იქიდან, რომ რომას შარშანაც სურდა ჟორჟის ხელში ჩაგდება, მაგრამ ჟორჟმა თავისი მშობლიური ქალაქის გუნდში თამაში ამჯობინა, მაგრამ აი ამჯერად ვნახოთ რა გამოვა აქედან. და რადგან ახლა იმ ფასებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მოდი ვთქვათ, რომ პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრების ჯამურმა სატრანსფერო ღირებულებამ გადააჭარბა 200 მილიონ ევროს. ეს აქამდე არასდროს არ მომხდარა. აი სადღაც ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრების ჯამური ღირებულება იყო თუ არ ვცდები 156 მილიონი евро. აი 156-დან ბოლო ერთ წელიწადში ავარდა 202 მილიონამდე. აი 56-იც დამატებული. დიახ და ნუ თავად პირველ რიგში ეს არის ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურება, რომელიც ტრანსფერმარკეტზე შეფასებული ამ წუთისთვის 90 მილიონ ევროთ. თუ ფასებს ასე მიყვებით უძვირეს ქართულ ფეხბურთელებს, მეორეა მამარდა 20 მილიონი евро და მას მოსდევენ ჟორჟ მიქაუტაძე 22 მილიონი евро და ზურიკო დავითაშვილი 10 მილიონი евро. ამ 4 ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას თუ შევკრებთ, გამოვა 152 მილიონი. და გამოდის რომ 4 ფეხბურთელი ღირს 152 და დანარჩენი 20 ფეხბურთელი აქვს 24 ფეხბურთელის ჯამია დაანგარიშებული, დანარჩენი 20 ფეხბურთელის ჯამური სატრანსფერო ღირებულება გამოდის 50 მილიონი евро. აი ასეთი ამბებია ჩვენს ნაკრებში. და ქოჩორაც ხო გადავიდა. ქოჩორა გადავიდა, ქოჩორას შეფასებული ამ წუთას 5 მილიონ евро და ქოჩორა გადავიდა აი ამ სეზონის ბოლოს თავისი ლევანტედან, ლევანტე ვალენსიას გუნდია, როგორც ჩვენ სწორად აღნიშნე, გადავიდა ლისაბონის სპორტინგში. პორტუგალიის ჩემპიონში, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალ სეზონში ქოჩორა ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაში. და ის რომ ქოჩორა სპორტინგში გადავიდა, ეს ახალი ამბავი სულაც არა, დაახლოებით ერთი თვის თუ თვენახევრის წინ უკვე ვიცოდით, თუმცა რადგან სეზონი აი ახლა დამთავრდა, ქოჩორამ ჩაწერა ძალიან ემოციური კლიპი ჩაწერა. ესპანურენოვანი კლიპია და ნუ ჩვენ გადმოვაქართულეთ ეს კლიპი და ეხლა მინდა რომ ჩვენს მაყურებელს ლევანტესთან გამოსამშვიდობებელი კლიპის ქართული ვერსია შევთავაზოთ. სიამოვნებით ვუყურებთ კიდევ ერთხელ.
Queridos granotas, hoy me pongo დღეს თქვენს წინაშე ემოციებით სავსე გულით ვდგავარ. y es que no სიტყვებით ვერ აღწერ რამდენად მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც 2 წლის განმავლობაში ერთმანეთს გაუზიარეთ. en estos años. Desde el primer día, კლუბში მოსვლის პირველივე დღეს ვიგრძენი, რომ ერთი დიდი ოჯახის წევრი una გავხდე. gran familia. De un მოვედი გუნდში, რომელიც ისეთივე გრძნობით იბრძოდა და ოცნებობდა, როგორც მე. რთულ პერიოდში მოვედი. ჩემი ქვეყანა და სამშობლო ერთი ოცნების ასრულების მიზნით დავტოვე. მინდოდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში მეთამაშე. mejores ligas del mundo. რთული გზა იყო, რომელიც სავსე გახდათ ჭრილობებითა და მძიმე მომენტებით, მაგრამ თქვენში ყოველთვის პოულობდი მხარდაჭერასა და ბიძგს, რაც მაძლევდა ძალას, რომ ბრძოლა Me გამექცე. dieron la fuerza para seguir luchando. Vuestra entrega თავდადებამ და სიყვარულმა, რასაც ყველა მატჩისას, როგორც წაგებისას, ისე მოგებისას აჩვენებდით, მასწავლა რას ნიშნავს იყო ასეთი განსაკუთრებული ფანების მყოლი გუნდის ფეხბურთელი. უმაღლეს დივიზიონში აღზევება და ამ წარმატების თქვენთან ერთად აღნიშნა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უბედნიერესი მომენტი. momentos más felices de mi vida. Gracias por მადლობა ნდობისთვის. მადლობა რომ ყოველდღიურად ძალას მაძლევდით და ყოველ ნაბიჯზე მაგზნობინებდით რომ მარტო არ ხარ. todo este camino. Mi paso por ლევანტეში გატარებული პერიოდი მხოლოდ საფეხბურთო ამბავი არაა. ესაა გაკვეთილი იმისა, რომ უნდა იბრძოლო და ოცნებები ასრულება. llevar el escudo ლევანტეს ლოგოს ტარება და თქვენი სიყვარულისთვის ბრძოლა იქნება პატივი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ჩემთან დარჩება. hoy დღეს დამწუხრებული ვარ, რადგან ვტოვებ კლუბს, რომელიც ძალიან მიყვარს, თუმცა იმედსა და აღტაცებასაც ვგრძნობ, რომელიც ნათელ მომავალს მოაქვს. con la seguridad ყოველთვის გრანოტა ვიქნები. მადლობა ყველა მომენტისთვის. მადლობა უდიდესი მხარდაჭერისთვის და მადლობა რომ ამ საოცარი გამოცდილების მიღების საშუალება მომეცით. y por permitirme vivir esta experiencia tan hermosa. Gracias, granotes. Hasta siempre. ასე ემოციურად Hasta sempre. ქალაქ ვალენსიას და კლუბ ლევანტეს ქოჩორა, რომელიც სხვათა შორის ამ კვირაში იმყოფებოდა თბილისში. იმყოფებოდა ძალიან საინტერესო მისიით. თბილისში გაიმართა სამდღიანი სპორტულ შემეცნებითი ღონისძიება Mind Game, ანუ ფეხბურთის გონების თამაში, რომლის მთავარი მასპინძელი, აი ეს არის მთავარი მასპინძელი და მთავარი სპიკერი იყო გიორგი ქოჩორაშვილი. და ისაუბრეს ძალიან ბევრი სპორტზე, განმანათლებლო როლზე, ტექნიკაზე, ტაქტიკაზე და ასე შემდეგ და უნდა აღვნიშნოთ კიდევ ასეთი რაღაცა, რომ თუ გახსოვთ წინა კვირაში მსგავსი ფორუმი გაიმართა, რომლის მთავარი სპიკერები იყვნენ მენდიეტა და შოთა არველაძე, კი ქონდა ამაზე სიუჟეტი და თუ აი წინა კვირის ამ სპორტულ საგანმანათლებლო ფორუმის მთავარი პარტნიორი იყო კოკა-კოლა, ამ ფორუმის მთავარი პარტნიორი იყო წყალი მთის, რომელსაც ახლა გავსინჯავთ. და შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტი ამ ღონისძიებიდან. სიამოვნებით. ამ კვირაში თბილისში მასშტაბური სპორტული ფორუმი Mind Game ფეხბურთი გონების თამაში ჩატარდა. ფორუმი გიორგი ქოჩორაშვილის და საფეხბურთო სააგენტოს ოტსპორტ მენეჯმენტის მიერ იყო ორგანიზებული. პარტნიორობას კი კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia's პროდუქტი წყალი მთის უწევდა. Mind Game-ის სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში ფეხბურთი განსხვავებულ ჭრილში განიხილეს. პანელური დისკუსიები, ლექციები და პრეზენტაციები იმ 4 ძირითად მიმართულებას შეეხო, რომლითაც თანამედროვე ფეხბურთში სპორტსმენი ფასდება. ტაქტიკა, ტექნიკა, ფიზიკური მომზადება და მენტალური გამძლეობა. ღონისძიების მთავარი სპიკერი გიორგი ქოჩორაშვილი იყო, რომელიც საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას აუდიტორიას პანელური დისკუსიის ფორმატში უზიარებდა. რა თქმა უნდა, ამაზე სადღაც დიდი ხანია ვფიქრობ, მაგრამ 1 წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ცოდნა, რასაც ამ წლების განმავლობაში მევაგროვებ და არა მარტო მე, ზუსტად იმ პროფესიონალებისგან მოვისმინოთ, ვინც მე შემასწავლა ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, ხალხს თუ შეიძლება მოსვლა და მოსვენა ძალიან მაგარი იქნება, იმიტომ რომ შეუძლია რომ არა მარტო ფეხბურთელებს დაეხმაროთ, არამედ თვითონ სპორტსმენებს და მშობლებს, მწვრთნელებს, ამიტომ ეს ყველაფერი მაბედნიერებს, რო არ დაგიმალო და რადგან დღეს ეს მოვახერხეთ, არის იმის შედეგი, რომ ხალხიც ძალიან მოტივირებულია იმისთვის, რომ რაღაც ახალი ისწავლოს და შეისწავლოს.
ფორუმის ფარგლებში ქართულ-ინგლისური საფეხბურთო წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელშიც ფეხბურთით დაინტერესებული ადამიანებისთვის, მოთამაშეებისთვის, მოზარდებისა და მშობლებისთვის 15-მდე სხვადასხვა საფეხბურთო თემა არის განხილული და ქართულ სივრცეში ანალოგი არ გააჩნია. ვერც გავიხსენებ მოქმედი ფეხბურთელი მსგავსი ტიპის ღონისძიებებს უზრუნველყოფდეს თვითონ და ინიციატივის დონეზე ქმნიდეს ამას საოცრად მნიშვნელოვანი და პროდუქტიული ამბები განიხილება პატარა ფეხბურთელებისთვის, ფსიქოლოგიით დაწყებული, ინგლისური ენის მნიშვნელობით გაგრძელებული, კვების სხვადასხვა სპეციფიკით დამთავრებული და ასე შემდეგ. ანუ გიორგი ქოჩარაშვილი აკეთებს კარგ ეროვნულ და ქართულ საქმეს და აქ რაც უნდა ვიცროთ არის რომ რაც შეიძლება ხშირად მე მესმის რომ არ გამოვართ სამ თვეში ერთხელ ან ასე შემდეგ, თუმცა წელიწადში ერთხელ თუ ცალკეული მოთამაშეები მოახერხებენ თუნდაც ქოჩარას მაგალითს აიღებენ, მიბაძავენ და მსგავსი ტიპის ფორუმებს ჩვენ დედაქალაქში ან არა მხოლოდ დედაქალაქში რეგიონებში ჩაატარებენ, მგონია რომ ისევ ქართულ ფეხბურთს დაუბრუნდება სიკეთის სახით. სპეციალური ლექციები დაეთმო ქალთა ფეხბურთს, სადაც მოთამაშეებსა და მწვრთნელებს ცალკე სივრცე მიეძღვნათ. ძალიან საინტერესო. აი ასეთი ამბავია, ხატია ბაჩო, ხო, დაახლოებით 24 საათში ილია თოფურიას და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბია ქვემსუბუქ ზონაში საჩემპიონო კამრისთვის. ვეგასში. ლას-ვეგასში და მოკლედ ველოდებით ამ ჩხუბს. იმედი გვაქვს, რომ ილიამ თავის მე-17 გამარჯვებას მოიპოვებს კარიერაში. წარმატებები ილიას და გამარჯვებას უსურვებთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო გიორგი, ჩვენ მომავალ შაბათამდე დაგემშვიდობებით. ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ, ჩემო ხატია, რეკლამის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით, ასევე ძალიან საინტერესო თემებით, ასე რომ დაგველოდეთ და არ გადარჩეთ. მე მანამ მოუყვები როგორ მოიკეხა დევიდ ბექემმა ხელი რეკლამის დროს. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთეთ, შეგახსენებთ კიდევ ერთხელ რომ თქვენ უყურებთ დილის ლაივს და რა თქმა უნდა ჩვენ სტუდიაში ჩვენი ჟურნალისტი ანა ზაკაშვილი შემოგვიერთა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუბრიკას არჩევის დროა ჩვენს ეთერში და დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო რეკომენდაციები მოგვიმზადა, როგორც ყოველთვის და კიდევ ერთხელ დიდ ლამშვიდობისა ჩემო ანა. მოგესალმებით და გისმენთ გაფაციცებით. ძალიან საინტერესო თემა რა თქმა უნდა, ზაფხულისთან დადგომასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ აქტუალურ თემას ვთავაზობთ ჩვენს მაყურებელს და დღეს ვისაუბრებთ კონდიციონერებზე. მოგეხსენებათ, რომ კონდიციონერი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომლის გარეშეც ზაფხული ფაქტობრივად წარმოუდგენელი არის და თუ კი ადრე მაგალითად კონდიციონერი ფუფუნების საგანი იყო, დღეს ასე აღარ არის ეს, იმიტომ რომ ამას მოწმობს საერთაშორისო სტატისტიკაც, სტატისტიკა.com-ის მონაცემებით 2024 წლის მონაცემებით ყოველწლიურად 326 მილიონი ერთეული კონდიციონერი იყიდება და ვარაუდობენ, რომ 2025-2035 წლებში არსებული დინამიკიდან გამომდინარე ეს გაყიდვების რაოდენობა 3.3%-ით გაიზრდება და 348-დან 478 მილიონს მიაღწევს. იქედან გამომდინარე, რომ კონდიციონერი რა თქმა უნდა ამ ფაქტორიდანაც არის ბუნებრივია ეს გამოწვეული და სწორედ აი ამ დინამიკიდან გამომდინარე როგორ ბოდიში მაგიტომ ხომ არ თვება რომ ეს კონდიციონერები მუშაობს არ ვიცი ეს უკვე უფრო ხომას აკითხი არის კი შენ სტუმარს დაუსვამ ამ კითხვას დაუსვათ აუცილებლად კი ბატონო სწორედ აი ამ დინამიკიდან ოჯახი ათენში აი 5 წელს ვიყავი არ არსებობს ოჯახი ათენში ვისაც კონდიციონერი არ აქვს აი წარმოუდგენელია ჩვეულებრივ როგორც სკამი გაქვს და მაგიდა გაქვს ეგეთი ატრიბუტი არის კი ბატონო. ხო და იქიდან გამომდინარე რომ კონდიციონერებზე მოთხოვნა იზრდება და იზრდება, სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ რომ საინტერესო რჩევები მივცეთ ჩვენს მაყურებელს იმასთან დაკავშირებით თუ რა ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით უნდა არჩიონ კონდიციონერი, როგორ უნდა მოუარონ მას რომ დიდხანს იმსახურონ და ასევე ჩვენც რომ მისგან მაქსიმალურად მეტი სარგებელი მივიღოთ და არ დავიზიანოთ საკუთარი ჯანმრთელობა. ამ უკანასკნელზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად, თუმცა მანამდე პატარა შესავალი მინდა გავაკეთო, სადაც ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით კონდიციონერის შერჩევაზე გავცემთ პატარა რეკომენდაციებს. პირველ რიგში ვიტყვი რომ ჩვენს ბაზარზე არსებობს ორი ტიპის კონდიციონერი, რომელსაც ახლა ეკრანზე დავინახავთ. პირველი არის სპლიტ სისტემის მქონე კონდიციონერები, ჩვენთვის ყოველთვის ძალიან ნაცნობი და თითოეული ჩვენგანის სახლში დარწმუნებული ვარ არსებობს ასეთი ტიპის კონდიციონერი, ეს არის ორბლოკიანი კონდიციონერი, რომლის ერთი ნაწილი სახლში არის და აგრილებს ან ატმობს ჩვენს სივრცეს და მეორე ნაწილი უკვე გარეთ არის დამონტაჟებული და მეორე ტიპის კონდიციონერი არის მონობლოკური კონდიციონერი
კონდიციონერი, რომელიც პორტატულობით გამოირჩევა, მობილური არის, შეგვიძლია გადაავაადგილოთ როგორც შენობიდან შენობაში, ასევე სახლში, თუმცა მას ბუნებრივია თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. ამ ტიპის კონდიციონერები მეტად ხმაურიანი არის და ნაკლებად ეფექტური, ანუ ნაკლებად აგრილებს სივრცეს. მაგრამ ოთახიდან ოთახში კარგად. კი ბატონო, მაგ თვალსაზრისით კარგია. და მას შემდეგ რაც უკვე ჩვენი მაყურებელი გააკეთებს არჩევანს, როგორც მომხმარებელი ამ ორი ტიპის კონდიციონერს შორის, მნიშვნელოვანი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციონ, არის ეგრეთ წოდებული BTU მაჩვენებელი და რას ნიშნავს ახლა ეს მარტივად რომ ავხსნათ. ეს არის გაგრილების სიმძლავრე. ანუ იმისთვის რომ იმ სივრცეს მოერიოს და თანაბრად გაათბოს და გააგრილოს, შესაბამისი BTU მაჩვენებლიანი კონდიციონერი უნდა შევიძინოთ და არსებობს სპეციალური ფორმულა, ეგრეთ წოდებული კალკულატორი, სადაც შეგვყავს ჩვენი საცხოვრებელი სივრცის თუ ნებისმიერი ფართის მონაცემები და გვითვლის ეს კალკულატორი თუ როგორ რა სიმძლავრის კონდიციონერი იქნება რელევანტური ჩვენი გარემოსთვის. თუმცა მხოლოდ სივრცე არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც უნდა შევარჩიოთ კონდიციონერი, რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს თბოიზოლაცია, ასე რომ ვთქვათ, რამდენად კარგად არის გამიჯნული ოთახები ერთმანეთისგან და რამდენად თბოგამტარი არის ის სივრცე, სადაც ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც კონდიციონერის სიმძლავრე უნდა შევარჩიოთ, არის ის თუ რამდენად მზიანი არის ჩვენი, რამდენი ფანჯარა არის, ასე რომ ვთქვათ, სივრცეში, რისთვისაც კონდიციონერს ვაშვებით ვარჩევთ და რა ინტენსივობით ანათებს მზე ამ ოთახს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც უნდა გავითვალისწინოთ კონდიციონერის შერჩევის დროს, არის ესე ვთქვათ ხმაურის დონე. და მიიჩნევა, რომ 20 დეციბელის მაჩვენებლით კონდიციონერი ხმაურის დონით არის რომ წარმოვიდგინოთ მეტრნახევარი მანძილიდან რომ გვესმის ჩურჩულის ხმა. დაახლოებით ამ ხმაურის არის და 20 დეციბელიდან ქვემოთ შეგვიძლია უკვე შევარჩიოთ კონდიციონერი. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის ინვერტორულობა და განვარტავ რას ნიშნავს ინვერტორულობა? ეს ნიშნავს, რომ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ასე ვთქვათ, კონდიციონერი და 40-60%-ით ზოგავს ელექტროენერგიის მოხმარებას ამ ტიპის კონდიციონერი. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ძვირი არის ინვერტორული სისტემის კონდიციონერი, რა თქმა უნდა, კი ბატონო, დაგვიზოგავს საბოლოო ჯამში. აი, როდესაც ყიდულობ კონდიციონერს, მაშინაც კონსულტანტი ხო გეუბნება, ვთქვათ, კვადრატულობის მიხედვით, რომ აი ამდენ კვადრატული გეხმარება კონდიციონერი, თუმცა მნიშვნელოვანი არის სწორად ვიცოდეთ კითხვები, რომელიც უნდა დავსვათ, იმიტომ რომ ყველა არ ყიდულობს ისეთ გაყიდვის წერტილში, სადაც დატრენინგებულები არიან კონსულტანტები და შესაბამისად მნიშვნელოვანი არის ამ რამდენიმე პარამეტრის ცოდნა. აი ეს რაც შეეხებოდა ძალიან მოკლედ ტექნიკურ მახასიათებლებს, ახლა კი გადავიდეთ მეორე ნაწილზე, სადაც უკვე სტუმარი შემოგვიერთდება. მედიცინის აკადემიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ქალბატონი მაკა ბულეიშვილი არის დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონი მაკა. არის პირველად ჩვენთან და სულ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და ქალბატონ მაკასთან ვსაუბრობთ იმაზე, რომ როგორ უნდა ვმართოთ კონდიციონერი ისე, რომ მისგან მივიღოთ მაქსიმალურად მეტი სიამოვნება და არ დავიზიანოთ საკუთარი ჯანმრთელობა. ბატონო, თქვენ ახლა ისე კარგად წარმოადგინეთ კონდიციონერის, აი ფოტოებიც იყო წარმოდგენილი აქ და რამოდენიმე ფოტოში დავინახე კიდეც, რომ პირდაპირ როდესაც ვზივართ და ეს ცივი ჰაერი რომ მოდის ჩვენსკენ, ეს ჩვენ ძალიან გვსიამოვნებს. ჩვენს უკანაც გადის კარგი. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ კარგია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ახლა ვინმე არ ეფიქროს, რომ ზაფხულია და ვიღაცას რეკომენდაციას არ უწევთ კონდიციონერს, პირიქით გადახურებას, რა თქმა უნდა, პირიქით ჯობია რომ ჩვენ შევინარჩუნოთ, თერმორეგულაცია უნდა იყოს ყოველთვის შენარჩუნებული. მაგრამ გასათვალისწინებელი არის, რა თქმა უნდა, კონდიციონერის ძალიან დიდი სიკეთე იმ სიცხეში, რომელიც არის და რა თქმა უნდა, გადახურებასთან ასოცირებული და ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორ უნდა მოვიხმაროთ. აღნიშნა დღეს ყველაფერი მოვისმინეთ, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონდიციონერი უნდა იყოს გამართული. იმიტომ რომ თუ კონდიციონერის გამართულობა და მისი ხარისხი, ну ეცეთ სხვადასხვა ტიპის კონდიციონერებია, ეხლა და თანამედროვე კონდიციონერები თქვენც აღნიშნეთ, უკვე პრაქტიკულად ისე დეიონიზაციას ახდენს, რომ ეს პრობლემას აღარ გვიქმნის ისეთ სერიოზულს, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ ყველას აქვს ეს კონდიციონერი, ხო? შეიძლება არ გქონდეს ის თანამედროვე კონდიციონერი და გქონდეს ასევე შედარებით უფრო სხვა მოძველებული ტიპის კონდიციონერი, მაგრამ მანაც შეასრულოს ის მისი ფუნქცია
ფუნქცია, რასაც ასრულებს, უბრალოდ აუცილებელია, უმნიშვნელოვანესია ჰაერის დეიონიზაციის გათვალისწინება, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებში, აი, როდესაც მოხუცები რო ყავს მაგალითად სახლში, რომლებსაც ისედაც ვიცით, რომ ქრონიკული, რა თქმა უნდა, ქრონიკული დაავადებები აქვთ, სასუნთქი გზების, იგივე კარდიოლოგიურიც რო ვთქვათ და უნდა მივცეთ გარკვეული რჩევები და რეკომენდაციები, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თუ რჩევას და რეკომენდაციას ამიცემ, ნუ მოგწონს ქსიამონებს, ოდესაც გარეთ ტემპერატურა არის 40 გრადუსი და ჩვენ გვინდა რომ ეს დავარეგულიროთ და პირდაპირ დავждეთ კონდიციონერის ქვეშ, რაც იწვევს უსაზღვრო რაოდენობით პათოლოგიების განვითარებას და მინდა გითხრათ, რომ ბევრია ესეთი ადამიანები უკვე დაიწყო მომართვიანობა. აი, რამდენ გრადუსზე უნდა გქონდეს ზაფხულში დაყენებული კონდიციონერი, რომ ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შევქმნათ და მოდი ვთქვათ ისიც, რა ტიპის ჯანმრთელობის საფრთხეები შეიძლება მომდინარეობდეს კონდიციონერიდან. კი ბატონო, განსაკუთრებით რეკომენდაცია არის ყოველთვის, რომ მაქსიმალური, ესე იგი, გარემოს ტემპერატურა, გარეთ ტემპერატურა და ჩვენ კონდიციონერის შორის სხვაობა უნდა იყოს მაქსიმალური, ეს არის 7 გრადუსი. მაქსიმალური, მაგრამ ზოგადად მოწოდებული არის ხოლმე 5-4-5 გრადუსი, ანუ სხვაობა. აი სიტყვაზე ვთქვათ, თუ არის 30 გრადუსი, -5 გრადუსი. თუ არის 30 გრადუსი, ჩვენთან კარგი იქნება, თუ იქნება 24-25 გრადუსი მაგალითად, ან 23 გრადუსი, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია და სწორიც არის. არ შეიძლება. ხა, როდესაც გარემოს ტემპერატურა არის 35 გრადუსი და შენ აყენებ კონდიციონერს 19 და 18 გრადუსზე, ეს დისბალანსი თერმორეგულაციის აუცილებლად დარღვეულია. მე გარკვეულწილად გვიწევს ხშირად, ნუ სულ ერთი და იგივე გარემოში თუ ვართ მთელი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით ესე ძალიან საყურადღებო, და წარმოვიდგინეთ, ახლა მთელი დღე ჩვენ ვართ 19-18 გრადუსის პირობებში, ხომ? და შემდგომ უკვე გარეთ გავდივართ და გარეთ არის ესეთი, ნუ აი საშინელი დისბალანსია უკვე, ხომ? ხვდებით და ამის ადაპტაცია ცოტა რაღაც თქმა უნდა პრობლემას ახდენს, როგორც სახსრებზე, ასევე ახდენს გავლენას სუნთქვის პრობლემებზე, ახდენს გავლენას და ეს დაავადებები ალბათ ჩამოვთვალოთ, რომ დაავადებებსაც შეიძლება იწვევდეს არასწორი მოხმარება. ეს ანიშნავს იმას, რომ ჩვენ არ მოვიხმაროთ და არ გავგრილდეთ. აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანია ბავშვებისთვისაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ხა ხშირად ისმევა ესეთი შეკითხვა, რომ შეიძლება თუ არა იქ სადაც ბავშვია იყოს კონდიციონერი ჩართული. ყველაფერს თუ ჩვენ გავაკეთებთ წესით, როგორიც არის და ზომიერად, ასეთ შემთხვევაში პრობლემას არის განსაკუთრებული რეჟიმი არის დასაცავი, მაგალითად იმ ოჯახებში კონდიციონერი სადაც ბავშვია? რეჟიმი აბსოლუტურად იგივეა, როგორი რეჟიმიც თქვი, მაგრამ არის აქ მნიშვნელოვანი ერთი საკითხი. მოდით ვთქვათ ახლა ოჯახებზე და ვთქვათ ასევე, ნუ ოფისებზეც. ხო, იქ ოფისებშიც ხო გვიწევს ჩვენ მუშაობა. არის ისეთი ოფისები, მაგალითად, რომელიც ვერც გამოუაღებ პანჯარას და ვერ გააკეთებ. კლინიკებშიც, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, ვერც გააკეთებ ვენტილაციას, ხო? იმიტომ რომ აი მოწოდება საერთოდ ასეთია. მოდით ოჯახებზე ახლა ჩვენ მოსახლეობამ, რომ მაინც ოჯახების პირობებში უთხრათ, მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში, მაგალითად დილას გავიღვიძეთ და ჩავხდეთ კონდიციონერი. რამოდენიმე წუთის განმავლობაში ჩართული იყოს ეს კონდიციონერი, შემდგომ გამოვრთოთ და შემდგომ გამოვაღოთ პანჯარა. აი ეს უნდა მეკითხა, ანუ განიავება აუცილებელია, უმნიშვნელოვანესია. აი როგორი სიცხეც არ უნდა იყოს, ჩავხდოთ ცოტა ხანი, 1-5 წუთი, 10 წუთი იყოს, ემუშაოს, გავაღოთ პანჯარა და შემოვიდეს ეს ხანი, ნუ ბალანსი რეგულირდება, გამიგეთ, იონიზაცია ხდება, შემდგომ და იონების გარეშე, დეიონიზაციის გარეშე ჩვენ ესენი გვესაჭიროება ჩვენ ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამავე დროს რეკომენდაცია არის ასეთი ყოველთვის, რომ რა თქმა უნდა, იქ სადაც არის მაგალითად ბავშვი უნდა იყოს როგორც თქვით ის ტემპერატურული ბალანსი დაცული, ანუ ის გარემოსა და ოთახს შორის, ასევე არავითარ შემთხვევაში შეიძლება ეს იქნება ბავშვი იქნება, თუ მოხუცი იქნება და ვინც არ უნდა იყოს, პირდაპირ არ შეიძლება რომ აი მაგალითად სახეში ან გუნკერში პირდაპირ დაწვეს ადამიანი და მას პირდაპირ ჭავლი მოდიოდეს მასზე კონდიციონერის. არ ზურგიდან შეიძლება ასევე. რეკომენდებულია ზოგადად სადაც გძინავს, ანუ საძინებელში კონდიციონერის არსებობა და ან მთელი ღამე თქვა ჩართული კონდიციონერთან ძილი. მე საერთოდ რეკომენდაციას არ უწევ მთელი ღამე კონდიციონერთან ძილს და ამაზე ყოველთვის მაქვს ხოლმე ჩემი გარკვეული რეაქცია, იმიტომ რომ თუ კი დღის განმავლობაში მოდით ასე ვთქვათ, მაგრამ მაინც ვაკეთებთ იმას, რომ ოდესაც ძალიან ცხელა გარეთ, მაინც უმრავლეს შემთხვევაში მაინც არის ჩართული, ხო? ამიტომ დღის განმავლობაში მაინც მოვახდინოთ ის ფაქტი, რომ ეს დეიონიზაცია და ანუ განიავება მოვახდინოთ და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანია ჩართვაზე ვთქვი უკვე რომ ჩავთავთ და გამოვთავთ ისევ მაგრამ მერე დღის განმავლობაში ორჯერ მაინც დღის განმავლობაში რომ გამოვთოთ და ისევ გავაღოთ ფანჯარა და მოვახდინოთ ეს ბალანსი აი ძალიან კარგი იქნება იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში არც ჰაერის გამოშრობა იქნება არც ის ბაქტერიული უნდა გავანიავოთ მინიმალური, აი თუნდაც 10 წუთით რომ გავანიავოთ, აბსოლუტურად საკმარისი იქნება დღის განმავლობაში. და ამ დროს კონდიციონერი გამორთული უნდა იყოს. აუცილებლად კონდიციონერი უნდა გამორთული იყოს და ჩვენ უნდა შემოუშვათ გარედან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელა, უნდა შემოუშვათ ის ჰაერი, იმიტომ რომ ბალანსი სწორდება, გამიგეთ მე. გამდგომ, მაგრამ მითია თუ რეალობა მსმენია წყალსაც დგამენ ხოლმე, რომ ჰაერი არ გამოშროს, ხო? კი, დგამენ წყალს უფრო მეტად ეს უფრო მე მაგალითად ყელი მიშრება, ანუ რასაც გრძნობს ჩემი ორგანიზმი, სიმშრალე. კი ბატონო, ყელის სიმშრალეც მოდით ესე ვთქვა წყალთან მიმართებაში უფრო არის ხოლმე, როდესაც აი ზამთრის პერიოდში არის სითბოზე უფრო მეტად. თავისთავად ცხადია, წყალი ახლა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ წყლის გარეშე არ ზაფხული შეიძლება და არ ზამთარი. კონდიციონერი მარტო ვერანაირად ვერაფერს ვერ შეგვისრულებს, ის აუცილებლად უმნიშვნელოდ გამოგვაშრობს, თუკი მთელი ღამის განმავლობაში ჩართული გვაქვს თუ ჩვენ შესაბამისი რაოდენობის წყალს ისე ზოგადადაც არ მივიღებთ, ეს აუცილებელია წყალი ყველა ვარიანტში. რა შეიძლება გამოიწვიოს? ბევრი პათოლოგია შეიძლება გამოიწვიოს თუ არ გავფრთხილდებით. ამიტომ სეზონია და ვიყოთ ფრთხილად. ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციები, შეიძლება გამოიწვიოს, ეს შეიძლება იყოს ცემინების სახით, შეიძლება იყოს თვალებიდან ცემდენის სახით, კონიუნქტივიტის სახით. ასევე ისიც მინდა გითხრათ, რომ შეიძლება გამოიწვიოს ხველა, ალერგიული ხველა, გამოიწვიოს გულმკერდის მიდამოში ტკივილი, ჰაერის უკმარისობა, კუნთების ტკივილი და რა თქმა უნდა ასევე არ არის გამორიცხული ის ფაქტი, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი პათოლოგიები და ბევრია სხვათა შორის, აი ზაფხულში მომართვიანობა, ეს არის სინუსიტები, რინიტი, ეს არის ტონზილიტი, ეს შეიძლება იყოს პნევმონია, შეიძლება იყოს ბრონქიტები, რა თქმა უნდა, ბრონქიტები, მიოზიტი, აი ძალიან ბევრი ადამიანი მოგმართავს თქვენს აღნიშნეთ, რომ კუნთების, ანთების საკითხი ძალიან ხშირად არის და ასევე რეკომენდაცია უნდა გაუწიო აუცილებლად დღეს რევმატოლოგიური პათოლოგიის მქონე ადამიანებს და მოგეხსენებათ ახლა არ არის რევმატოლოგიური დაავადებები მხოლოდ ასაკობრივი ჯგუფის მე მგონი ახალგაზრდებსაც ძალიან ხშირად აქვს ამიტომ აი ასეთ ადამიანებისთვის ხო ძალიან მნიშვნელოვანია თერმორეგულაციის დაცვა და დისბალანსის იმიტომ რომ კონდიციონერის ჭავლის ქვეშ ჩავთვალოთ რომ ის ჩვენი პათოლოგია რომელიც გვაქვს კუნთოვანი სისტემაც არტროზი იქნება ეს თუ რომელი რევმატოლოგიური პათოლოგიაც არ უნდა იყოს რა თქმა უნდა იგი აუცილებლად გამწვავდება და შესაძლებელია რომ წავიდეს ესეთი ტემპერატურული რეაქციაც კი, იმიტომ რომ თუ კი პნევმონია ჩამოყალიბდა, თავისთავად ცხადია პნევმონია უკვე ანთებითი პროცესია. ხალხო, მაგრამ აი რატომ არის მნიშვნელოვანი აი მკითხვას დავსვამ ფილტრაციის სისტემა ჰქონდეს კონდიციონერს და როგორ შეიძლება რომ გავწმინდოთ ჩვენ შეგვიძლია თუ არა ეს სახლში გავწმინდოთ თუ სპეციალური ჯგუფი არის ამისთვის საჭირო თუ აი ამ მიმართულებით რა რეკომენდაციას გასაწმენდი თუ არის თვითონ უკვე წვეთას იწყებს და განიშნავს რომ უნდა გაწმენდა ეს ფილტრი. ესეა, მაგრამ უყურეთ ახლა ხშირ შემთხვევაში ჩვენ ხომ შევიძინეთ კონდიციონერი და ხომ გვავიწყდება, მე მთავარია გავგრილდეთ. ჩვენ ხო ხშირად გვავიწყდება ის რომ აუცილებელია რომ წელიწადში ერთხელ თითოეული ჩართვის წინ უნდა მოხდეს მისი შემოწმება, ექსპლუატაცია, უსაფრთხოების ზომები. ეს უსაფრთხოების ზომები დაკავშირებულია არა მარტო იმასთან, ეს კონდიციონერი როგორ გამაგრილებს, არამედ დაკავშირებულია იმასთან, რომ იგივე უსაფრთხო იყოს ჩემი იმ გარემოში ყოფნა და ჩემ ჯანმრთელობაზე მოქმედებს შემდგომ, ხო, ჩვენს ჯანმრთელობაზე. როგორ უნდა მოხდეს და თუ დიდი ხნის განმავლობაში გვაქვს მესმის ახლა ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ თავარია კომფორტები გზნოთ, მაგრამ შეიძლება ის არ ჩატარებული აუცილებელი უსაფრთხოების ზომები გადავიდეს ისეთ პათოლოგიაში, როგორც არის პნევმონია, რომელიც კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეგვიქმნის. აქვს ფრეონი ასევე, ესეც სხვადასხვა ტიპის კონდიციონერებია, თქვენს გვაღნიშნეთ იმ ფრეონის მოქმედებასაც ასევე მნიშვნელობა აქვს, ვადა აქვს, როგორც ექსპლუატაციის ვადა აქვს, როგორც ჩვენ ვიცით, ფილტრი რაც თავარია. აი რატომ არის მნიშვნელოვანი კონდიციონერის ფილტრი, იმიტომ რომ ხდება იქ ბრუნვა 1000 სახის
აი თვითონ ოთახის მტვერი შესრულებაც თანამედროვე კონდიციონერს ოთახის წმენდის ფუნქცია აქვს და ეს ყველაფერი კონდიციონერში გროვდება. დიახ, გროვდება კონდიციონერში და ის ბრუნდება მე უკან წარმოედგინეთ თქვენ და ეს იწვევს ესე იგი მე ვფიქრობ რომ მაინც ახლა არავინ არ გააკეთებს ამას ჩვენ რო ვთქვათ ახლა რომ უჩიოთ ახლა რეკომენდაცია რომ წელიწადში ორჯერ კონდიციონერი შეამოწმეთ ამას მაინც არავინ არ გააკეთებს მაგრამ თუ ახალი შეძენილია განსაკუთრებით თქვენ რაც წარმოადგენთ თანამედროვე კონდიციონერი თუ მას აქვს მისი ფუნქცია ხო მის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აქვს ამ დეიონიზაციის და აი ამ ბაქტერიების და ამ მტვრის შთანთქვის ფუნქცია ასეთ შემთხვევაში მას არ ჭირდება ხო რაღაც გარკვეული პერიოდი მაგრამ თითოეულ სეზონზე მაინც ხო ხა 5 წელი 10 წელი კონდიციონერი გაქვს და ყოველ წელიწად ჩართავდა ისედაც მთელი წელი რო არ უმუშავია ხო წარმოიდგინეთ იქ ხო გროვდება მტვერი გროვდება თუნდაც ახლა სულ ყველაფერს თავი რა დავანებოთ კი მაყურებელი გვეკითხება რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვისო როდესაც ერთ ოთახში ჩართულია კონდიციონერიო და ბავშვები მეორე ოთახში თამაშობენ მაგრამ კარები ღია და მთელი დღის განმავლობაში დაბალ ტემპერატურაზე მაინც ჩართულია სხვა ოთახში არანაირად არ წარმოადგენს ეს პრობლემას პირიქით კიდევ ვიძახით ბავშვებს ისეთი ძლიერი იმუნიტეტი აქვს დამჯერეთ ჩვენზე ძლიერი იმუნიტეტი აქვს და ბავშვები საჭიროებენ და მოითხოვენ მათაც უნდათ რა თქმა უნდა ესეთი ნორმალურ გარემოში ცხოვრება ერთადერთი რეკომენდაცია ჩვენს მაყურებელს რომ არავითარ შემთხვევაში სულ ვიმეორებ ვეცადოთ რომ პირდაპირ ჭავლის ქვეშ არ იყონ ეს ბავშვები და ის დავიცვათ რაც უკვე ვთქვი გავანიავოთ აუცილებლად უნდა გავანიავოთ და საღამოზე როდესაც ცოტა სიგრილია ბავშვიც და მოზრდილიც და ყველაც უკვე ნუ გავჩერდებით კონდიციონერთან და გავიდეთ სუფთა ხაერზე რომ ჩვენ ფილტრების საცოცხლო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად შეივსოს კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ჟანგბადით და აი ეს იქნება ძალიან კარგი კომპენსაცია ასე შეიძლება ვთქვა აი ბოლო შეკითხვაც მინდა დაგესვათ მანქანის კონდიციონერებთან დაკავშირებით რამე განსხვავებული მექანიზმი არის აქ ძალიან მოკლედ და დავისვათ ფრეონზე ხო არ გაგახსენდა ხო მანქანაშიც ფრეონზეა საუბარი მანქანის კონდენსირებას თითქმის რამდენადაც ახლა ტექნიკურად ვიცი არის პრაქტიკულად ისიც გამაგრებელი სისტემა იქ კიდევ უფრო მეტია კონტაქტი უბრალოდ უნდა ვთქვათ იმიტომ რომ უშუალოდ მოდის განსაკუთრებით წინა სავარძლებზე ჯდომის შემთხვევაში უშუალოდ მოდის ანუ პირსახეში და გულმკერდზე ამიტომ მანქანის კონდენსირების შემთხვევაში ზუსტად იგივე რეკომენდაციაა. ანუ თავი რომ ტკივდება და თვალები რომ აუცილებლად მაგისტრალი სახეში ვიბერავ პირდაპირ. არა, ამის ბრალი არის თავისთავად, მაგრამ არის მეორე საკითხი, რომ უკვე ხო ვერ შეცვლით ახლა იმ მანქანის კონდენსირების სისტემას, მაგრამ გავაჩეროთ, ისიც გარკვეული პერიოდი და ჩამოვწიოთ. ფანჯარა აქვს, რომ მოხდეს დეიონიზაცია, რომ ჩვენ არ დაგვემართოს ბაქტერიული რაიმე პათოლოგია და აქ ერთი სიტყვით აუცილებლად უნდა ვთქვა, ეს ლეგიონელა ეს არის ისეთი ბაქტერია, რომელიც ბაქტერიაც ხშირ შემთხვევაში აი კონდენსირების და ესეთ სისტემებში მომუშავე ადამიანებს ემართებათ ხოლმე ამის ფონზე პნევმონია, რომელიც საკმაოდ რთულად მიმდინარე ფილტვის სულტყამს. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ და არ უნდა მოვამრავლოთ ახლა, როდესაც რჩევებს ვაძლევთ ამ სეზონზე პირიქით უნდა გავფრთხილდეთ თუ შესრულდება ეს რეკომენდაციები ძალიან კარგი იქნება ნუ მიუშვეთ ზურგს პირსახეს პირდაპირ მესმის სასიამოვნოა როცა ძალიან ცხელა მაგრამ ვეცადოთ დისტანცია დავიცვათ გავანიავოთ ხელი მოსახური ბაჩო ჟაკეტივით აი ხო ხედავ როგორ ავარ თბილაჭაც მო ძალიან დიდი მადლობა ანა ძალიან დიდი მადლობა ჩვენი დრო საერთოდ ამოიწურა და ძალიან მალე უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს ხვალამდე ხვალდილის 9 საათზე ისევ დილის ლაივი პირდაპირ ეთერში იქნება TV პირველზე რა თქმა უნდა დაგვებით და ჯანმრთელობას გისურვებთ რა თქმა უნდა